ყველა ბოროტება, რაც კი რამე კეთდება ქვეყანაზე, ერთადერთი შინაარსით კეთდება, ეს არის მცირე ბოროტება დიდი სიკეთისთვის. ვინ იტყვის ასეთ რამეს? ვის უთქვამს? შენ რა გაძლევს ამის გამბედაობას რო ეს? თუ რამე ლექციას შემეძლო დავსწრებოდი, აი არ მენანებოდა ფული რა, ვიშიმშილებდი, ოღონდ იმპულსს წავიღებდი და იმ ცოდნაში ჩავდებდი და თვიური შემოსავალი აღემატებოდა ჩემი ოჯახის წევრების მთელწლიურ შემოსავალს. ეს მილიონი რა ვაშკაცობა არის, მეთქი მილიონები თქო. და მილიარდები იყო მიზანი. თავს წარმატებულ ადამიანად მიიჩნე? ღარიბი ოჯახიდან იწყებდა დიდ შემოსავლებზე გადიხარ, ძალიან დიდი წარმოდგენები გიჩნდება შენ თავზე. ზუსტად ამის მოსმენა. კი ბატონო. მე არჩევანი უკვე გაკეთებული მქონდა თავის დროზე, რომ არ ვწირავდი ადამიანს. ხალხს რო ელაპარაკები, სიკეთეს რა ძალა აქვს? არ ჭერეთ. კომერციამ ჩაანაცვლა, გადმოვიდა პირველ ადგილზე. ჯერ ერთი სიკეთის გაკეთება თუ გინდა, ფულის გარეშე უფრო დიდი სიკეთეები კეთდება. ადამიანი უნდა ყოფილიყო ჩემთვის პრიორიტეტული. ხა კეთილი გული მაგას ნიშნავს. რომ ადამიანი გაინტერესებს. შეიძლება ასეთი გზით იყო წარმატებული. როდესაც კარიერაშიც ასაც დაიწყებ წარმატებით მიდიხარ და სულიერათაც წინ და წინ მიდიხარ და შენში ეს ადამიანური თვისებები უფრო და უფრო ღვივდება და მტკიცდება. გიორგი, სანამ ეს ამატირე ხმა ცრემლებს ვცდილობ რომ შევიკავო. შენ როგორი ადამიანი ყოფილიყო, მე არ ვიცოდი. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. ჩვენი წარმოდგენია თბილისის აკრები, ახალი თვითმყოფადი უბანი ქალაქში, ვაკე-საბურთალოს შორის ნაფეტვრების გზაზე, რომელიც მდებარეობს უნივერსიტეტის ქუჩიდან სულ რამდენიმე წუთის სავალ მანძილზე. ეს არის პირველი ახალ თბილისის თანამედროვე არქიტექტურის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ჯერ მთლიანად უბნის იერსახედა პროექტდა, მათ შორის შენობების და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მშენებლობა. აქ არის დაბალი განაშენიანება და ტერიტორიის 85% უკავია მწვანე საფარს. უფრო მეტ დეტალებს ნახავთ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში მითითებულ ბმულზე, სადაც გადახვალთ აკრების ვებგვერდზე და გაეცნობით საკონტაქტო ინფორმაციას და სხვა დეტალებს. ახლა რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ თემას და ჩემს სტუმარს. დღეს გვაქვს ესეთი თემა, რომელიც მაყურებელს ძალიან უყვარს, ეს არის ნულიდან დაწყებული ქართული ბიზნესი, მისი ისტორია და მის უკან მდგომი ადამიანის, ასე ვთქვათ, პორტრეტი და მის შესახებ მეტი ინფორმაციის გაგება. მეც ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე ქართველი წარმატებული ადამიანების ისტორიები და ერთ-ერთი ასეთი ადამიანი გახლავთ გიორგი გომელაური, სამეფო თაფლის დამფუძნებელი და დირექტორი. დღეს მინდა რომ გიორგისთან ერთად ცოტა სხვა კუთხით გავშალოთ ეს თემა, ბიზნესის თემა. დღეს ჩვენი პოდკასტის მთავარი თემა იქნება რა არის ნამდვილი წარმატება. გიორგი, დიდი მადლობა, რომ დღეს შენ ხარ ჩვენი სტუმარი და სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ. მე მგონია რომ გიორგის აქვს ისეთი ისტორია, რომლის მოსმენაც დღეს ჰაერივით ჭირდება ჩვენ საზოგადოებას. გიორგი, სანამ პირველ კითხვას დაგისვამ, მე მინდა რომ ტრადიციული მიმართვა გავაკეთო ჩვენს მაყურებელთან, იმიტომ რომ ჩვენი მაყურებლის მხარდაჭერა ამ არხის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თქვენთვის საინტერესოა სალომე კასრაძის პოდკასტი და ყოველ ორშაბათს გვიბრუნდებით ამ არხზე და იგებთ თქვენთვის რაღაც ღირებულს, გთხოვთ რომ გახდეთ ჩვენი გამომწერი. ეს გამოწერის ღილაკზე ხელის დაწყება, რომელიც ვიდეოს ქვემოთ subscribe-ის სახით შეგიძლიათ ნახოთ, არის თქვენი მხრიდან ყველაზე სწრაფი და უფასო გზა, რომ ხარი დაგვიჭიროთ, რომ უფრო გაიზარდოს ჩვენი არხი და ყოველ მომდევნო ორშაბათს უფრო და უფრო საინტერესო თემები გაიგოთ და შემოგთავაზოთ. რა თქმა უნდა, ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და დავიწყოთ გიორგი. ჩემი პირველი კითხვა მინდა იყოს ასეთი. შენ ხარ საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესის დამფუძნებელი, რომელიც წლებთან ერთად აუმჯობესებს შედეგებს, უკვე 9 წლის ისტორია გაქვთ და მაინტერესებს შენთვის რა არის წარმატება, ოღონდ აი ნამდვილი წარმატება. წარმატება ისეთი სიტყვა არის, რომ ცოტა სუბიექტურად არის გაგებული ხალხში. იმიტომ რომ შეიძლება გააჩერო უამრავი ადამიანი და კითხო რა არის შენთვის წარმატება და სულ სხვადასხვანაირი პასუხები გაგვცენ. ვიღაცისთვის სიტყვაზე მილიონი არის წარმატება, ვიღაცისთვის მილიონი არაფერს ნიშნავს, მაგრამ მილიარდი არის წარმატება. ვიღაცისთვის კაი მანქანით რო ივლის, მაშინ იგრძნობს თავს, რომ წარმატებული არის. ვიღაცისთვის სიტყვაზე კარგი ოჯახი რო ეყოლება, ეგ არის წარმატება. ამიტომ ეხა ეს სია ძალიან დიდი არის და მე მინდა რომ ხო აი ეს გაირკვეს რა არის ნამდვილი წარმატება, იმიტომ რომ ხშირად ხდება ესე რომ
მიაღწევენ იმ დასახულ მიზნებს, მაგრამ მერე აღმოაჩენენ, რომ თურმე არ არიან წარმატებულები და ბედნიერებას ძალიან მოკლებული არიან და უბედური ადამიანი, რაც არ უნდა რაღაცა ფონი შეიქმნას, აანალიზებს, რომ თურმე რაღაცა არასწორი გზით იარა და არასწორი მიზანი დაისახა და ამიტომ სანამ რაღაცა სახელს დავარქვე, მე რა არის ნამდვილი ბედნიერება, ხო? მინდა რომ ჩემი გამოცდილებით, არა წიგნებიდან ამოღებული ცოდნით და ფილოსოფიით, არამედ ჩემი გამოცდილებით მოვყვე რა გზა გავიარე, დღემდე აი რა გზა როგორ მოვედი და აქედან გამომდინარე შეჯამება გავაკეთო და გამოვიტანო დასკვნა უკვე ბოლოში ვთქვა უკვე რას მივიჩნევ მე ნამდვილ წარმატებად. საინტერესო იქნება მე მგონი ჩვენი საუბარი. შენ თავს წარმატებულ ადამიანად მიიჩნევ დღეს? ზოგადად თავდაბლობა არის სიმართლის ხედვა. ეს არ არის რომ რაღაცა ტყუილი უნდა თქვა და ითვალთმაქცო ადამიანმა. იმიტომ რომ ადამიანი რომელიც სიმართლეს აღიქვამს, რეალურად აღიქვამს, ვეღარ გადაამეტებს ვერავის თავს, რაც არ უნდა რაღაცა მიღწევები კონდეს და როცა რაღაცას იტყუები, ერთი განცდა გაქვს და მეორე სიძახი, ხო, ეგ არის ყალბი თავდაბლობა, ეგ არის რეალურად თვალთმაქცობა და განცდა იმისა, რომ წარმატებული ვარ მაქვს, თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სადღაც ბოლოში ვარ გასული. ეხა თვლი, რომ უფრო ბევრად მეტი მაქვს წინ გასაკეთებელი, თუმცა საიდან დავიწყე და სად მოვედი, რო გადავხედავ, კი წარმატების განცდაც მაქვს და უდიდესი მადლიერების განცდაც მაქვს. და მაინც აი საიდან დაიწყე? როგორი იყავი მაშინ, როცა დაიწყე შენი ბიზნესი? მოკლედ ოჯახში გვიჭირდა საკმაოდ და სტუდენტი ვიყავი და აი ჩემი ელემენტარული საშუალებებიც არ მქონდა. მშობლებისთვის უნდა გამომერთმია რაღაც ელემენტარული და იმათაც უჭირდა და მაქედან ცოტა მალე მომიწია დაწყება. ეხლა სულაც რო თქვა რომ დიდი სიხარული მქონდა მაშინ თქვა რომ ვუწყებდი მუშაობას, არა, მაგრამ პასუხისგებლობებს მაშინვე ვგრძნობდი და მაქედან გამომდინარე გადავწყვიტე რაღაც საქმე დამეწყო და დავიწყეს სამეფო თაფლი შევქმენი, დავიწყეს ბიზნესი და აი ერთი უცბად ისეთი კარგად წავიდა საქმე, რომ დაახლოებით 1 წელში 9.5 მილიონის შემოსავალი ქონდა, რაც ხო, ესე იგი თვიური შემოსავალი აღემატებოდა ჩემი ოჯახის წევრების მთელწლიურ შემოსავალს. რაც განპირობებული იყო იქიდან, რომ თვითონ ეს ძალიან ნატურალური თაფლი იყო, პლუს კონკურენციაც იმ მომენტისთვის ისეთი არ იყო და სიახლეებიც იყო. და აი ეს ეხა აქედან გადასახედა რო ვასფასებ, არ იყო ეს მარტო რაღაცა ნიჭიერებაზე დამოკიდებული რა. მაშინ ეგრე ვფიქრობდი, რომ საკმაოდ ნიჭიერი ადამიანი შევიდა ბიზნესში და უცბად ააფეთქა ბიზნესი, მაგრამ რეალურად ეგრე არ იყო. როგორ იყო? რეალურად აი ბევრი რაღაცები ისე მოხდა თავისთავად, რომ კარგად წავიდა საქმე. თორე მე მაშინ საერთოდ ნოლი იყო ჩემი გამოცდილება და ჩემი ცოდნა და მე მაგით ვერ შევძლებდი რომ რაღაც ისეთი შედეგები დამედო. და ზოგადად ადამიანი როგორია, მაინც უფრო აი არაფერი რო არ აქვს გაკეთებული, ხო, ქვაქვაზე რო არ აქვს დადებული, მაინც რამხელა წარმოდგენა აქვს ადამიანს საკუთარ თავზე და მით უმეტეს რაღაცას თუ მიაღწიე, ხო, ზოგი 7 წიგს წაიკითხავს და უკვე გონია რომ რაღაცა გასხივოსდა და რაღაცა წარმატებას რო აღწევ და თან პატარა ხარ და უკვე რაღაცა ღარიბი ოჯახიდან იწყებ და დიდ შემოსავლებზე გადიხარ, ერთი უცბად ძალიან დიდი წარმოდგენები გიჩნდება შენ თავზე. იქიდან გამომდინარე რომ თან გამოცდილება არა გაქვს, სულიერი ხედვა საერთოდ არ გაგაჩნია. და მაქედან გამომდინარე, ხო, ამბიციებიც ჯერ ისედაც არ მეკლდა ამბიციები, ხო, მაგრამ საიდან მქონდა ეს ამბიციები? რა ვიცი, ხო, პატარაობიდანვე ჯეროდა, ზუსტად ვიცოდი, რომ წარმატებული ვიქნებოდი. ხო, მაგისტრის წვენა მქონდა. მაგრამ მერე დროთა განმავლობაში, როგორც სიტყვაზე გვემოვნება ეცვლება ადამიანს, ამბიციებიც ადის და ჩამოდის ქვემოთ და ესე რომ წავიდა მით უმეტეს მაგ გარემოებამ ხელი შემიწყო იმაში, რომ აი მინდოდა მოკლედ მაქსიმუმი გამეკეთებინა, აი რაღაც მაქსიმუმი შესაძლებლობების ზღვარი. ოღონდ და რა იყო ეს? ხა მეთქი ეს მილიონი რა ვაშკაცობა არის, მეთქი მილიონები თქო. ხო და მილიარდები იყო მიზანი. ოღონდ ეგ
მილიარდები არა იმისთვის, რომ მე ფულის აბაზანაში ჩავწოლილიყავი და მეგრიალა და წინ და უკან მე არამედ იმისთვის, რომ სიკეთისკენ ვიყავი თავიდანვე მიდრეკილი და მინდოდა რომ სამშობლოს გამოვდგომოდი. მაგრამ მაინც ღიმილის მომგვრელია, ხო? შენი ეს ბავშვური რაღაც მიზნები. ხო, და ანუ რაღაცა ეროვნული მოტივით მინდოდა რომ მეშოვა და მე დამეხარჯა რაღაცა ისეთში რა. ანუ რამდენი წლის ხარ? ეხლა მაგ დროს ვარ 19. ანუ 19 წლის ბიჭმა ერთ წელიწადში რომ დადა შედეგი, იფიქრე რომ ეს რა არის კაცო, მეტი მინდაო. აი ხო ამბიცია დიდი მქონდა რა, იმიტომ რომ თან რო გადავხედე, გადმოვხედე, ვინც კი ძალიან ისი არის, აი გაქაჩული არის, უმეტესობა მათგანი ღარიბი ოჯახებიდან არიან გამოსულები, ნოლიდან აქვთ დაწყებული, მაგიტო ბრძოლის უნარიანები არიან ბევრად. თუმცა ისეთ იქიდანაც არიან, მაგრამ ძირითადად ვიძახი. და თან ჩემ თავსაც ისევ თვლიდი, რომ არავიზე ნაკლები ჭკვიანი არ ვიყავი. და თან ახალგაზრდა ვიყავი, ახალგაზრდამ დავიწყე და ანუ ყველანაირი იმდენი არგუმენტები მოდიოდა, რატომაც მქონდა მივეცი თავისუფლება, რომ დიდი ამბიციები მქონოდა, აი რატო არა სიტყვაზე. თან შენ ახმეტაში დაიბადე, ხო? იქ იზრდებოდი? ხო, ახმეტაში დავიბადე, კი. იქიდან ჩამოხვედი და თბილისელ ვიღაც გიგანტებს გინდოდა რომ რაღაც არა, შეჯიბრი არავისთან კონკურენციის შეჯიბრი არ მქონდა. მე ჩემი მიზანი მქონდა, რომ უნდა სამშობლოს გამოვდგომოდე ჩემი მილიარდებით, მოკლედ. ხო და მაშ ეხაც ეგრე ვთვლი, რომ სწავლას ალტერნატივა არ უნდა კონდეს და სიკვდილის ბოლომდე არის სწავლა. და ყოველ დღე მასე ვარ, რომ რაღაცას ვცდილობ, რომ რაღაც დღეს თუ რაღაც ვერ ვისწავლე, გამოცდილება რაღაც ხო რაღაცნაირად, ესე იგი ის დღე არ არის ესეთი ნაყოფიერი რა. კი, ერთი ის არის, რომ დღეს მე ვისრავარგე, მაგრამ მეორე ისიც არის, რომ რა ისწავლე და როგორ გაიზარდე და მოდი მოგვიყევი, ესე იგი 19 წლის მერე გავიდა ერთი წელი და რა ხდება? ხო, და ანუ გადავწყვიტე, რომ მე რო იმ ბიზნესთვის მიმეღწია, მაშინ გააზრებული მქონდა, რომ ცოდნა აუცილებელი იყო და ნუ კი ის ვიყავი, რომ აი ძალიან ჭკვიანი ვარ და რაღაც ესე ვფიქრობდი, მაგრამ ცოდნა არ მქონდა, მაგას ვიაზრებდი. და ამიტომ აი თელი გულით დავიწყე ცოდნის მიღება და ეს ცოდნა რა იყო? ნუ მე ხარ ვიცოდი რა უნდა მეკითხა და ბიზნესთან რაც იყო კავშირში, ყველაფერს კითხვა დავიწყე. არა მარტო კითხვა დავიწყე, არამედ თუ რამე ლექცია შემეძლო დავსწრებოდი, აი არ მენანებოდა ფული რა, ვიშიმშილებდი, ოღონდ იმ ფულს წავიღებდი და იმ ცოდნაში ჩავდებდი და მოკლედ ვესწრებოდი ამ ლექციებს. წიგნები იყო როგორ გავხდეთ მილიონერი, როგორ გავხდეთ წარმატებული, რაღაც ადამიანი ფსიქოლოგიური წიგნები, ადამიანზე როგორ მოვახდინოთ ზეგავლენა და როგორ უმართოთ ისინი, მენეჯმენტის წიგნები, მარკეტინგის წიგნები, ფილოსოფიური წიგნები, მოკლედ ნუ ჩავერთი ამ იმაში. აი ესე გაშლილი იყო მაგითაზე და აკადემიური სწავლება არ სწავლობდი მაგრამ სწავლობდი, მაგრამ მთელი გული ანუ იმასაც ეგრეც არის რეალურად რა, რომ ის უნივერსიტეტის ცოდნა მაინც ცოტა ისე მიმაჩნდა რა, რაღაცა კარგი არის, ცუდი კი არ არის, მაგრამ თლად საკმარისი არ არის. ხო რა, რაც გაინტერესებს შენ თვითონ შეგიძლია ადამიანს, რომ გადაშალო და წაიკითხო და სულ არ ავთვლი, რომ ადამიანმა აუცილებელია, რომ უნივერსიტეტი დაამთავროს რა. მაგაზე წიგნებია დაწერილი, რომ ადამიანებმა რომლებსაც სწავლა უნდათ და ფული არ ქონდათ უნივერსიტეტის, როგორ შეძლეს, რომ გადაასწრეს იმ 9 დიპლომიანებს, გადაასწრეს თავისით, ხო და ამ წიგნებს ტყუილად ხო არ უნდა კითხულობდეს ადამიანი, ამით უნდა იაზრებდეს, რომ ესე იგი თვითონაც შეუძლია თუ მოინდომა. და მოკლედ ამ წიგნებში ეწერა რა, ძირითადად, რას ვსწავლობდი. აი მიზნამდე, რაც დასახული მქონდა, უნდა როგორმე უნდა მიგეღწია, ანუ უნდა გესწავლა ისეთი თვისებები, ისეთი ფანდები, რაც იქამდე მიგიყვანდა. ეხლა იქ არ ეწერა ადამიანები დახოცეო, ეგეთი არ ეწერა და რო დაეწერათ ალბათ ვერ დაწერდნენ, იმიტომ რომ ვიღაცა რედაქტორი უჩივლებდა და ისა, მაგრამ მოკლედ იყო აი ხელოვნური ხდებოდი რა, მაგრამ ჯერ ვერ ავხვდებოდი ამას. რაღაცა ისეთ თვისებებს ვიძენდი, რაც ჩემი არ იყო. აი მაგალითად, ხო, მაგალითად. აი ეს მანიპულაციებზე რო ეწერა, ეხლა წაიკითხე რა აზრი აქვს რაღაცას თუ არ გატესტე რა და მე ვტესტავდი ადამიანებთან, რომ რამდენად მოვახდენდი ამ ზეგავლენას და იმ მართვას რამდენად შევძლებდი. მე თანამშრომელზე არ გულისხმობ. თანამშრომელზე შეიძლება დატესტო, მაგრამ ზოგადად. და ტესტავდი, მოქმედებდა
გამოდიოდა, ზეგავლენას ვახდენდი, ოღონდ მე ეს ზეგავლენა იმისთვის გჭირდებოდა, რომ უნდა გამოგეყენებინა ის. და აი მანდ უკვე რაღაცა ხვდებოდი, რომ უკვე რაღაცა არავაშკაცური იყო, არა ადამიანური იყო, არასწორი იყო, რაღაცას ხვდებოდი და ამიტომ მაგ ზღვარს აღარ გადავდიოდი. ამიტომ ზეგავლენას ვახდენდი, მაგრამ მანდ უკვე გამოყენებაზე აღარ გადავდიოდი. ანუ შენთვის პასუხებს ცემდი მოკლედ, რომ აი კი, ეს მუშაობს და აი ესე და ეს. ხო, ყველაც არ ვსწავლობ. თან ანუ ეს წიგნებია, აი ქეწერა რაღაცა 100 მდიდარი ადამიანი ვინც და მათი დაწერილი და მეთქი ალბათ რა ვიცი ეს უნდა წავიკითხო რომ იქამდე მივიდეთ ხო და 100 მდიდარში ჩაეწერა. ხო, რომ 101 მე ვიყო მეთქი. ან ეგენი ამოვყარო სიდან და დაიკავა მათი. ხო, რაღაცა ჩავჯდეთ თქო ისე საპატიო ადგილზე თქო და მოკლედ ხო და აი ერთხელაც და თან ეს ბიზნესი მიმყავს რა და აქ როგორ არის თან რომ მთელი ანუ ვალები უნდა აიღო უნდა იმიტომ რომ შენი ფული არასდროს არ ყოფნის რომ სწრაფად წახვიდე ისე გეყოფა და ეხა ეგრე მიდის ბიზნესი რომ ამ ვალები ნიშნავს რომ მონახარ თავისუფალი არ ახარ დიდი ვალებზე მაქვს მელაპარაკი ყველაფერი გაქვს ჩადებული და თუ ვერ გადაიხდი არაფერს არ გაპატიებენ არაფერს არ არსებობს და მაგიტო ეგ მდგომარეობაც გავლილი მაქვს აი მაგ იმებმა შემიყვანა მანდ და ვიცი რას ნიშნავს მონური მდგომარეობა განცდილი მაქვს ეგ და გამოვლილი ამიტომ და თან ხო მიდის ბიზნესის წინ და ვკითხულობ ერთ-ერთ ფსიქოლოგიურ წიგნს სადაც არის ადამიანის აზროვნებაზე ხო და მოკლედ წერია ერთ-ერთ მაფიოზზე ბიზნესმენზე რომელიც მაფიოზური წესებით მოქმედებს რომ ხალხი ყავდაო დახოცილიო უამრავიო და უამრავი ბოროტება ქონდაო გაკეთებულიო და ბოლომდე სჯეროდა და სწამდაო რომ კარგი ადამიანი იყოვო და უდანაშაულო იყოვო ანუ თავს კი არ ატყუებდაო სჯეროდაო მაგისიო ის შეიძლება ადამიანი ბოროტებაში იყოს მაგრამ ძალიან გულწრფელი იყოს იმ ბოროტებაშიც რა არ თვალთამაგზობდეს სიტყვაზე და ზუსტად ეგეთი იყო ეგ მაგრამ ეხა აქ ვერ მივხვდი რას ნიშნავს რომ გულწრფელი ხარ ბოროტებას აკეთებ ადამიანებსაც კი კლავ მაგამდეც კი მიდიხარ მაგრამ მიგაჩნია რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და მე ეგეც ეწერა იქ რომ იმ სამყაროში რომელ სამყაროში ჩიაბიჯა იქ უკვე არის ჯუნგლების კანონი არის მანდ ძლიერი სუსტ საჭამს დიდი მგელი პატარა მგელს საჭამს და მანდ ნახე ცოდვა რა არის შენიანებს უნდა გაუფრთხილდე ანუ შენ ოჯახს უნდა გაუფრთხილდე ოჯახში ოღონდ ცოლი და შვილი არ იგულისხმება მარტო აი შენს გარშემო ის შენი ნათესავია თუ შენი მეგობარია ვისაც მიიჩნევ შენ ოჯახის წევრად დიდი ოჯახის წევრად იმათ ხო თმა არ უნდა ჩამოუვარდეთ და უნდა ყველანაირად დაუდგე გვერდში მაგრამ დანარჩენი გარესამყარო ეს არ არიან ადამიანები ისინი შეგიძლია რომ იქ ცოდვა აღარ არსებობს იქ არსებობს რომ ვინც წინ გადაგეღობება ის უკვე მტერი არის შენი და იქ ყველაფერი მოსულა პირადული არაფერი ეს მხოლოდ ბიზნესია ეს ცნობილი ის არის ხო და წარმოიდგინეთ ახლა მანდ და კიდევ ყველა ბოროტება, რაც კი რამე კეთდება ქვეყანაზე, ერთადერთი შინაარსით კეთდება, ეს არის მცირე ბოროტება დიდი სიკეთისთვის. ანუ ეს გამართლება აქვს. აი ეს ადამიანებიც, ვინც ეს მსოფლიო ომები დაიწყეს და რა ვიცი, მილიონობით ადამიანი შეეწირა, რომ აი ეს ინტერვიუზე რომ ჩაგეწერათ და გეკითხათ, რატო გააკეთე ეს, რატო არ აცადე რომ ეცხოვრათ თავისთვის. რა თქინდოდა რომ მთელი ქვეყანა შეგეჭამა, იტყო და მინდოდა მსოფლიოს გადასარჩენა და ეს მცირე ბოროტება გავაკეთე უდიდესი სიკეთისთვის. ხო და მოკლედ აი ეს რომ დავინახე ცხადად რომ აი ამ სწავლებებით ამ გზით მაგამდე მივდიოდი რომ ეხა ხალხის დახოცვა მქონდა მეთქი გადაწყვეტილი მაგას ვერ ვიტყვი მაგრამ ყველა შემთხვევაში ადამიანი აღარ დამაინტერესებდა რა მანდ ეგეთი ანუ აი მაჩვენეთ ეხლა მე ყველა წიგნი მანდ არ წამიკითხია რაც წავიკითხე მაშინ ვიმყოფი ალბათ შენ წაიკითხე პოპულარული წიგნები რაზეც აი სადღაც ინტერნეტში კითხულობდი რომ ეს უეჭველი უნდა წაიკითხო თუ გინდა და ისეთი ყველა ტოპ 10 და რაღაც YouTube-ზე რო უძღვნიან ვიდეოებს რა ტოპ 5 რა უნდა წაიკითხო ხო და ეხლა არ ვიცი სკლეროზი მაქვს მე მგონი არა მაქვს მაგრამ არსად არ ეწერა რომ ადამიანი უნდა გიყვარდეს და მასზე უნდა ზრუნავდე და მაგალითად ადამიანი რომელიც ისე ცხოვრობს რომ სიკვდილში მიდის ხო არ უნდა შეაქო ის ადამიანი იმისთვის რომ იმის კეთილგანწყობა მოიპოვო და მანდ წერია უბრალოდ შენ როგორ მიაღწიო შენ მიზანს და სხვა არ გაინტერესებს
შეიძლება რაღაცა ისე ეწეროს, თითქოს კეთილი უნდა იყო, მაგრამ აი არ გაინტერესებს რა, მაინც სხვა არ გაინტერესებს რა და მოკლედ დავინახე, რომ ერთი ჩემში ეხა აქ უკვე არჩევანი დამედგა. აი მანდ უკვე დავინახე, სად უკვე არჩევანი უნდა გამეკეთებინა რა, ერთი რომ ბოლომდე უნდა გავყოლოდი მაგას და ჩემ გულში უნდა გადამეწყვიტა, რომ ყველაფერზე წავალ, ოღონდ იმ მიზანს მივახციო. ან მეორე იყო, რომ უარი უნდა მეთქვა მაგ მიზანზე და რაღაცა სხვა, არ ვიცი, რაღაცა სხვა უნდა მომეფიქრებინა რა, მაგრამ იმაზე უარი უნდა მეთქვა. ეს რამდენ წელში მიხვედი ამ ერთ წელში. ერთ წელიწადში? კი. მალე მისულხა. ხო, იმიტომ რომ გულმოდგინე ვიყავი და ეხაც ვარ. ეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანი რამდენად გულმოდგინე, იმიტომ რომ რაც უფრო გულმოდგინეა, შეიძლება ვიღაცის 20 წლის გასავლელი ერთ წელში გაიაროს ადამიანმა. ხო აქ მაგას მნიშვნელობა, მიზანს რომ დაისახავ რა იმითიული და თან მე იმხელა ამბიციები მქონდა, რომ იმას ესე რა ქვია, გაერთე, გამოერთე, წინ დაუკანიარე, მასე ვერ ვიცოდი რომ ვერ გავივლიდი და მზად ვიყავი რომ ყველაფერი გადამედო, არაფერი არ მაინტერესებდა რა. და აი ეს შენ თავთან რაღაც ფიქრი, შენ თავთან საუბარი, შენ თავთან რჩებოდა თუ აი ვიღაცა ყავდა ვის არავის არ ვერ მაგას რო ვის ვეტყოდი, გამორიცხული იყო. ეხა ჩემი ოჯახის წევრებიც ეხა გაიგებენ მაგას. ხო და მოკლედ დავდექი ამ არჩევნის წინაშე და ან ადამიანი უნდა მომეკლა ჩემში, სიყვარული, სიკეთე, ყველაფერი რაც კი კარგი არის, უნდა შემეწირა ამ იდეისთვის. ან კიდე ხო, უნდა უარი მეთქვა იმაზე რა. და თან ანუ მოტყუებულს უნდა მეცხოვრა მთელი ცხოვრება, ტყუილში უნდა ყოფილიყავი და აი ეს რო გავიაზრე, ისე შემეშინდა და ისეთი დამემართა, აი ზუსტად არ მახსოვს ის წიგნის დაკეცვა მოვასწარი თუ ვერ მოვასწარი, თუ გამივარდა ხელიდან, მაგრამ ის ზუსტად მახსოვს, რომ თავბრო დამეხვა, სულ თქვა შემეკრა, გული ამიჩქარდა, რომ აი მე მეთქი, სად მივდივარ მეთქი და ანუ თან ბავშვობიდანვე რომ იმ განწყობით ხარ, რომ რაღაცა კეთილი ადამიანი გინდა იყო და ყველაფერი უნდა შეწირო ამას. თან ხო ამ იდეამდე რომც მივსულიყავი მაგ წესით რომ მიხვიდე იმ რაც არ უნდა იმამდე მიხვიდე ეგეც დავინახე რომ ისეთად ჩამოვყალიბდებოდი რომ არაფერს აღარავის აღარ გამოვადგებოდი რისი სამშობლო რა ხალხი რო ადამიანობას რომ მოკლავ შენში და სიყვარული აღარ აგაქვს და ადამიანი აღარ გაინტერესებს მაგ დროს თუ რამე ქველმოქმედებას ჩაიდენ ეს მარკეტინგული კამპანია იქნება PR კამპანია იქნება საკუთარი თავისა და არ არსებობს მაგ დროს უანგაროს იკეთე. გამორიცხულია იმ ნათესავსაც იმიტომ დაეხმარები რომ ანგარებით აბა ერთი რამე ზედმეტი მოუვიდეს. იმასაც გაწირავენ, იმიტომ რომ მან პატიება არ არსებობს. აი ეგეთ ფილმებში ღვიძლ ძმასაც არ ეგეთი ფილმები როა გადაღებული, ღვიძლ ძმას არ პატიობენ ხოლმე, იმიტომ რომ ეგ უნარს კარგავ და რაც არ აგაქვს უნარი ხო იმით ვეღარ. ღმერთო გიორგი, ეხა გისმენდა ფიქრობ, აი ვისგან მოვისმინე ესეთ საუბარი? ანუ საუბრობ წარმატებულ ბიზნესმენზე. ვინ იტყვის ასეთ რამეს? ვის უთქვამს? შენ რა გაძლევს ამის გამბედაობას რო ეს თქვა? ნუ ესეთი ეხლა რო გითხრათ რომ რაღაც გამბედაობა მჭირდება ამის იმაში ჩემი მიზანი არის რომ ხვალ და ზეგ ვინც ამ გასაყარზე დადგება და აუცილებლად მოუწევს ყველა სფეროში არა ბიზნესმენებს ნებისმიერ ადამიანს მოუწევს და მე მაგას ცოტა შევეხები მაგ იმას არჩევანი გაუმარტივდეს რომ როგორია რომ სადღაცა ბედნიერებაში მიდის სად მიდის იცოდეს და მაგ მოტივით მოვედი და არა ეხა ვიღაცასთან ომი გავაჩაღო და ისო უბრალოდ იცი რატომ ამბობ აი შე რო თქვი რომ იმ ნათესავსაც ანგარებით დაეხმარება ის ქველმოქმედებაც არ იქნება რეალური ქველმოქმედება ეს ერთმანეთს ხო ემატება და ამიტომ ადამიანები გულღიად ვერ ლაპარაკობენ ან ბევრი რაღაცა ესეთია მათ ცხოვრებაში რაზეც ერთზე რო თქვას მე დომინოსავით გამოდის რომ სხვებს ეჯახება და ანუ რაღაცა ერთმანეთს მიეწყობა ეს მისი ჩადენილი საქმეები და შენ როდესაც ამბობ რომ მინდა რომ არჩევანი გავუმარტივაო შენ მარტივად ადვილად გადაწყვიტე? ადვილად მიიღე ეს გადაწყვეტილება, რომ მე ეს ცხოვრება არ მინდა. კი, აი, ეხლა როგორ არის ესე ერთი უცბად რომ უცბად გადაწყვიტო რომ სიკეთე მინდა, ეგრე არ ხდება. მე ბავშვიც გადაწყვეტილებას იღებს ეხლა. ეგ არ ვიცი, ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი ან სხვა ის ვინ რას დაამტკიცებს, მანდაც 1000-ნაირად არის აზრები გაყოფილი, ყველა თავისას ამტკიცებს. მაგრამ მე ნუ ეგრე მაქვს დანახული, რომ ბავშვიც არჩევანს აკეთებს და ბავშვობიდანვე არჩეული მქონდა სიკეთე. მაგიტო და ის მოტივებიც, ის დიდი მოტივებიც მაგისთვის მინდოდა და მაგიტო აღარ გამეჭირდა მაგ იმის და მე ამაზე რომ უარი ვთქვი, აღარ მინდა მეთქი რა ეგ ისა.
ეხა დავიწყე ფიქრი, აბა რა გავაკეთო? ბიზნესი გავაგრძელო? თუ დავანებო თავი და რა ვიცი, მედიცინის მიმართაც დადებითად ვიყავი განწყობილი. ძალიან არ მინდოდა 9 წელი უნივერსიტეტში თუ რამდენი წელი სწავლობენ, მაგრამ დადებითად ვიყავი განწყობილი და სხვა სფერო ყველაფერი მერჩია იმას. პროფესიის შეცვლაზე ფიქრობდი. აი ჯერ ვფიქრობდი, რომ თავი დამენებებინა საერთოდ თუ არა და თუ გადავწყვეტდი რომ დამენებებინა, მე რაღაცას მომიფიქრებდი, რაღაცა ხოლმე მეკეთებინა და მე ღვთისწყალობით მივედი იმ დასკვნამდე. უნდა გამეგრძელებინა ეს საქმე, ოღონდ მიზნები უნდა შემეცვალა და ღირებულებებიც სათანადო უნდა მქონოდა. მიზანი არ იქნებოდა რაღაცა ციფრზე დამოკიდებული, ამიტომ ჩემთვის ახლა საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა ციფრებს მივახცევ 10 წლის მერე 20 წლის მერე და რა ვიცი თუ კიდე მეტი დამცალდა სიტყვაზე რა სადამდე ისა დამცალდა სიცოცხლე ხო სადამდე მივალ არ ვიცი ეგ და არც მაინტერესებს ჩემი საზომი ეგ აღარ არის თანხის რაოდენობა ჯერ ერთი სიკეთის გაკეთება თუ გინდა ფულის გარეშე უფრო დიდი სიკეთეები კეთდება უფულოდ სწორი ცხოვრებით და სწორი სიტყვით და სწორი საქმეებით და ნუ ფულითაც რა თქმა უნდა კეთდება სიკეთე და ეგეთ მშრომელ ადამიანს ექნება ყოველთვის საშუალება რომ რაღაცა თავისი წილი აგური დადოს და ზედმეტი ამბიციებიც ამ პარტაუნება არის და არ ვარგა მე აიგრე ღუპავს ადამიანს უბედურებაში მიაქანებს და ამიტომ გადავწყვიტე ბიზნესი უნდა მეკეთებინა ოღონდ ჩემი ნახე როგორი ღირებულებებით აღარ მეჩქარებოდა აღარსად ვალები აღარ უნდა მქონოდა თავისუფალი უნდა ვყოფილიყავი, ნელ-ნელა ეს ჩემი შემოსული მოგება, რასაც მომცემდა საშუალებას, ნელ-ნელა წინ და წინ მევლო და არავისთვის ცუდი არ გამეკეთებინა და ადამიანი უნდა ყოფილიყო ჩემთვის პრიორიტეტული. ხა კეთილი გული მაგას ნიშნავს, რომ ადამიანი გაინტერესებს. თორე რაც კიდე ვენები გადაიჭრა, რომ სიყვარული და რაღაც ეგ არის თვალთმაქცობა იქნება ჩვეულებრივი. და მისი საქმეები იქნება მამხილებელი ეგეთი ადამიანისა, რომ აი იტყუება. მაგრამ არ გაგიჭირდა, ეხლა ნახე, შენ ხო არ ხარ სადღაც კუნძულზე მარტო. შენ ხარ ბიზნესმენი. შენ გჭირდება პარტნიორები, თანამშრომლობები გჭირდება. არ გაგიჭირდა აი ამ სფეროში დარჩენა? შენი ისე რომ შენი ღირებულებებისთვის არ გეღალატა. შენ თავთანაც მართალი ყოფილიყავი და ადამიანებთან, ვინც ამ ბიზნესშია, ვინც ამ შეიძლება ჯუნგლების ნაწილია. რომ დაგემყარებინა ურთიერთობა. არა, ეგეც მოვიდა რა, აი ნელ-ნელა ხო ფიქრობ ადამიანი ხო აზროვნებ. და მოკლედ აი როგორია სამოქმედო გეგმა. შენ არავის არ ჩაგრი, არავის ცუდად არ ექცევი, კეთილად ექცევი ყველას. ყველასთან ცდილობ მთელი გულით რომ სამართლიანი იყო, მაგრამ არავის არ აჩაგრინებ თავს. ზოგს გონია რომ ან თავდაბალი თუ იქნები, ან კეთილი თუ იქნები, ისა ხარ, სუსტი ხარ და სულელი ხარ, ხო და ყველაზე კეთილი და კარგი ვიცი ღმერთი და ვერავინ ვერ მოატყუებს. ამიტომ ადამიანიც ხო სავსებით შესაძლებელია ძალიან კეთილიც იყოს, ძალიან კარგიც იყოს, მაგრამ არ უნდა გატყუებდნენ და ეს გამოცდილებას რო იღებ და მით უმეტეს ისეთი ცხოვრების წესი რო გააკრო ეხა რაღაც სასმელი და ნარკოტიკები და რაღაცები რო უსწხო არის და ფხიზელი გონებით რო ხარ მუდმივად სულ დაბრკოლებებია არ უშინდები გადალახვაში ხარ იმდენს გამოცდილებას იღებ ეგეთიც ხდები ნელ-ნელა რა და ამიტომ არავინ არ უნდა დამეჩაგრა, მაგრამ არც არავის არ უნდა დამეჩაგრინებინა თავი და ყოფილა ეგეთი მომენტები, დაპირისპირებები სიტყვაზე და არასოდეს არ მოურიდები ვარ იმ დაპირისპირებას. არა იმიტომ რომ მე ფინანსები მაინტერესებდა, უფრო მეცაც გეტყვით, მერჩია დამეკარგა ის რა თანხაზეც იყო პრობლემა, ოღონდ სიმშვიდე მქონოდა. სიმშვიდე ძალიან ძვირფასი რამე არის. ვერ იყიდი ფულით მაგას და მაგრამ რა იყო ღირსები, აი ჩემთვის ეგ არის რა, ღირსება პრიორიტეტში და არა სიმშვიდე რა და აქედან გამომდინარე არ მქონდა უფლება რომ გავჩერებულიყავი და შევდიოდი დაპირისპირებაში არა ფინანსების დაკარგვის შიშით და არსურვილით, არამედ სიმართლის და სამართლიანობის სიყვარულიდან გამომდინარე და ეგრე რო შედიხარ და მართალი რო ხარ, ხო, ღმერთიც შენს გვერდშია და ყოველთვის თავაწეული და გამარჯვებული გამოდიხარ მაქედან. აი ერთი არ მახსენდება რომ რამე ეგეთი ყოფილიყოს და სადმე ან თავი დახრილი და ან ისე გამოსულიყო. არ არსებობს ეგეთი ის რა. და აქედან გამომდინარე თან ანუ ნახე ახლა მოვყვები ამის დადებითი მხარეებს ესე რომ მოქმედებ. ჯერ მარკეტინგულ კამპანიას, აი მარკეტინგში რას ნიშნავს? შენთვის რომ ადამიანი არის პრიორიტეტი ნიშნავს რომ რასაც ქმნი, პროდუქტია, სერვისია, რაღაცა გადაცემა არის, ხო? შენ ფიქრობ
პრიორიტეტში გაქვს ჩასმული ადამიანი, ადამიანზე რა გავლენას მოახდენს და სანამ მე ასე იგი ამ პროდუქციას ვქმნი, ვფიქრობ ეს რომ ადამიანამდე მივადა ამ თაფლს რომ სიტყვაზე რომ შეჭამს, რა გავლენას მოახდენს ჯანმრთელობაში ხელს შეუწყობს, კარგი იქნება, თუ დაავადმყოფებს და გააუბედურებს და როცა შენთვის პრიორიტეტული ადამიანია, ხო, გამორიცხულია რომ რაღაცა ცუდი მიიტანო ადამიანამდე. ვერ იზამ. ვერ იზამ. აი არ რომ ძალიან გინდოდეს და რომ ფიქრო, ვერ იზამ. ვერ გაგაკეთებ. იმიტომ რომ გულში უნდა გააკეთო ეგ არჩევანით, რომ უნდა გულში გაწირო ის ადამიანები, ეგ რო გააკეთო და მე არჩევანი უკვე გაკეთებული მქონდა თავის დროზე, რომ არ ვწირავდი ადამიანს. და ვიღაცის უბედურებაზე არ ავაშენებდი ჩემ ბედნიერებას და ამიტომ მარკეტინგულად ძალიან კარგი არის, ხარისხი გაქვს უფუჭებელი და შედეგიც სახეზე არის. სულ წინ და წინ მიდის. საქმე მიდის სულ წინ და წინ. გაყიდვები იმატებს, ეხლა დიდი არაფერი მარკეტინგული კამპანია ჩვენ არა გვაქვს, რომ რაღაც ავიკლოთ ის, მაგრამ ყოველ წელს მომხმარებელი ემატება. მერე მაგალითად ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობა, ხო? რა ვიცი, ეხლა ვინც მიცნობს ყველა მიცის რომ ეხლა ჩემგან არაფერს საფრთხეს არ წარმოვადგენ რა, რაღაცას რომ ვიტყვი, გავაკეთებ. გამორიცხულია რომ ვინმესთან ან მივიდე, ან რაღაცა თვალთამაქცობა დავუწყო, ან რაღაცა ტყუილი ლაპარაკი დავუწყო. როცა მივდივარ, იქაც მანდაც მაგას ფიქრობ, რომ იმ ადამიანთან რომ მიდიხარ შენ, რომ გინდა თანამშრომლობა დაიწყო, სარგებელს მოუტან? თუ მარტო შენი თავისთვის მიდიხარ და თუ სარგებელს მოუტან, აღარ გიწევს რომ რაღაცები შეფუთო და შეკაზმო და მთელი ხელოვნების ფანდები ჩაატარო და ნახე, ჩემი ყველაზე სუსტი მხარე იყო მოლაპარაკება, იმიტომ რომ ძალიან გამოუცდელი რომ ვიყავი, ძალიან გამოცდილები მხვდებოდნენ და შიში მქონდა რომ ეხა რა ვიცი, მაინც ხო ყველა წრფელი ხო არ იქნება, ვინმე რამე ისეთი არ მომატყუოს თქო რა. და ეხა ჩემი ყველაზე ძლიერი მხარე არის მოლაპარაკება. როგორ შეძლიეს? აი ამ გზით ისეთი წიგნებიდან არა? არა, ის წიგნები დავკეცე და მოვიძულეს. აი ისე მოვიძულე რომ ხო, რო ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ და ანუ როგორ ეს იგი პრაქტიკამ გასწავლა? პრაქტიკამ და გამოცდილ ისეთ სულიერ ადამიანებთან ვცდილობ ურთიერთობაც მქონდეს და თან აი პრაქტიკაშიც ეხა ცხოვრების წესს გააჩნია რა, ძალიან ისე რო ხარ დაკვირვებული, საქმეზე ორიენტირებული, ხო, გასწავლის ბევრ რაღაცას საქმე რა. ღმერთიც გეხმარება, რომ სწორ აზრებამდე მიხვიდე და მოდის ეს საღი აზრები და მოკლედ მაძიებელი პოულობს იმას, რასაც ეძებს, ეგრე ხდება. და ამიტომ ეხა ჩემი ძლიერი მხარე მაგიტოა, რომ სიმართლით მივდივარ, არ მიწევს, თვალებში ვუყურებ, ველაპარაკები და იმის ადგილას მე მეწყობებ, ანუ ესე იგი ვთვლი რომ იმის ადგილას მაწყობს რომ ჩემნაირი მოსულიყო და არაფერი, აი რაც გინდა კითხვა დამისვას არ მაინტერესებს. სულზათ მაქვს პასუხი. და თუ იტყუები, სადღაცა გაიჭედები უეჭველი და მანდ უკვე ფიქრობ, აი ხა ამაზე რა უპასუხო, იმაზე რა უკოსო, ზუსტად იმ დომინოსი მითო სადღაც გაიჭედები, ხო და მე კარგად იყავ. დავაკავშირო, ის წინა ტყუილები ხო შეიძლება დაგავიწყდეს და მე ახალს რო იტყვი, რაღაცა გამოგიჭერენ. მაგრამ იცი რა მაინტერესებდა? ხალხი არის სკეპტიკოსი. ხალხს რო ელაპარაკები, სიკეთეს რა ძალა აქვს, არ ჯერათ. აი არ ჯერ. მე მინდა რომ ერთი კომენტარი წავიკითხო. მე შენ გითხარი ეს კომენტარი და მე მგონი კარგი დროა ამ კომენტარის წასაკითხად. როგორც წარდგენაში ვახსენე, მე ძალიან მიყვარს და ჩემს მაყურებელსაც წარმატების ისტორიების მოსმენა, აი შენსავით გულწრფელი და ღია ადამიანი, როცა ყვება, როგორ გაიარა ის გზა, რაც გაიარა. და ერთ-ერთ ასეთ სტუმართან, რომელიც საუბრობდა, აი სწორედ შენ რო ამბობდი სულიერება, სიკეთე და ასე შემდეგ. აი ამ თემებზე საუბრობდა, სწორედ ამას ამბობდა, რომ ჩემი ძლიერი მხარე ეს არისო. და ერთი ესეთი კომენტარი დაუტოვეს. წავკითხავ ახლა ამ კომენტარს. რაღაცნაირად ამ ქართულ პოდკასტებში ყველა წარმატებული ადამიანი მადლიერებაზე და სულიერებაზე, ესეც ბჭყალებში აქვს, ღაღადებს. და რეალურად ბიზნესი მასე არ კეთდება. ნუ გასაგებია რომ მზა ფორმულას აქ არავინ იტყვის, მაგრამ ეს ერთი და იგივე სმენა უკვე მოსაწყენი და დამღლელია. ესე იგი, ჩვენ ვსაუბრობთ იმას, რომ გახვევენ თავს ამ წიგნებით და ამ ყველაფრით, როგორ მოატყუო ვიღაცა, როგორ იმანიპულირო ასე შემდეგ, მაგრამ ხალხიც ამას ითხოვს, რომ შენ მე სულიერებაზე და რაღაც სიკეთეზე რომ მელაპარაკები, არ გინდა რა ეს სისულელები, რეალობა მანახე. როგორი გზა გაიარე, მითხარი ვის მოატყუე, თუ არ ვიცი ხა ეს რას გულისხმობდა, მაგრამ ფაქტია რომ ამბობს რომ ბიზნესი ასეო არ კეთდებაო. მადლიერებით და სულიერებითო არ კეთდებაო.
ხო, კი ბატონო, ეგ სკეპტიკური განწყობა შეიძლება მაგ ადამიანის ბრალი არ არის და რისი ბრალი არის. გინახიათ ვინმე რაც არ უნდა ბოროტი ადამიანი მივიდეს სადმე, ილაპარაკოს რომ ბოროტებით კეთდება საქმეო, ამიტომ როცა ხედავენ რომ უამრავი სიყალბია და თვალთმაქცობაა და გიყურებს ადამიანი და გელაპარაკება რომ მიყვარხარო და შენთვის ვიბრძვიო და ამ დროს გაგწირავს რომ დაჭირდეს, ხო? ამიტომა მე სკეპტიკურად რო არიან განწყობილი, აღარ ასჯერათ და ზუსტად დღევანდელი გადაცემის მიზანიც ეგ არის რომ დავარწმუნოთ მაგაში. და თუ მაინც არ დარწმუნდა, თუ ემთლად ეგრე განწყობილი, მაშინ გაყვეს იმ მეორე გზას და მერე მოყვეს ის. მაგრამ შენ მართალი ხარ, ანუ იმდენად უფრო მეტი ეგეთია qalbi, რომ მართალს რო იძახის ამ ადამიანი და ნამდვილად თავის გზაზე რო ყვება, იმისიც აღარ ჯერათ. ხო და აი ხო ამბობენ რომ სიმართლე იჩაგრება. კი. და შენ როგორ აი რას ეტყოდი მაყურებელს რომ რა შეიძლება იყოს აი მისი არ გაჩერების მთავარი მოტივი, აი არ გაჩერდე, იარე სიმართლით და რა მოხდება? ხო, აი უნდა უყვარდეს სიმართლე და თუ ეყვარება, გამორიცხულია რომ გაჩერდეს. თუ გაჩერდა, ესე იგი არ ყვარებია და თუ გიყვარს და ბოლომდე იბრძოლებ, ხო, მაგიტო მოვედი. იმიტომ ეხა ეს რასაც ვლაპარაკობ შეიძლება ძალიან წაკითხულმა ადამიანმა 7700 წეგნი რო წაიკითხა, იმანაც თქვა სიტყვაზე, მაგრამ იმას კითხვას დაუსვევენ, რომ აბა მაჩვენ ერთი შენ რა გაიარე და დამიმტკიცე. და თუ გავლილი არ აქვს და ვერ ამტკიცებ, ხო ძალიან ზედაპირულია რა და მაგიტო დავიწყე ამეების მოყოლა, აგერ ოჯახშიც კი არიციან თქო, იმიტომ ყვები ამ ყველაფერს რომ გზადაგზა რა გავიარე, სადრას მივხვდი, როგორ მოვედი, აქამდე რომ დარწმუნდნენ, ვისაც ესეთი სკეპტიკური ის აქვს, რომ ასე საქმე კეთდება. არა თუ კეთდება, არამედ აი მეორე მხარეც მინდა ახსნათ, იქით რამდენად ზიანდები იმით არ კეთდება საქმე. და მანდაც მინდა რომ ღრმად შევიდეთ შინაარსი. ხო, აი წარმატებაზე რო ვსაუბრობთ, დღევანდელი თემა ხო ეგ არის, რა არის ნამდვილი წარმატება? კი, აი ნახეთ, ესე იგი ხარისხს არ აფუჭებ, ანუ მარკეტინგი ძალიან კარგი გაქვს, პარტნიორებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვს და სამართლიანი ხარ, არც არავის აჩაგრინებ თავს და არც ზედმეც არავის და მალე მე ყველა ხვდება მაგას და პლუს თანამშრომლებთან არ არის მნიშვნელოვანი როგორი დამოკიდებულება გექნება და ძირითადად აი როგორ ექცევიან ხოლმე თანამშრომლებს, რომ აი ეგ ადამიანი რო არ არის ხოლმე პრიორიტეტული. ჯერ მიიყვანენ 2 თვე, 3 თვე, ნახევარი წელი უფასოდ ამუშავებენ, მერე იმასაც დააყვედრებენ ზემოდან რომ გასწავლე. ეხლა ის რო ამუშავე შენ საქმეზე, ავტომატურად ისწავლა ხო ის საქმე, იმიტომ რომ ამუშავე შენ საქმეზე და რა გაუკეთე ისეთი. ეგ ზუსტად მანდ ეგ გათვლა არის, რომ შენ უფასოდ უნდა ამუშაო ადამიანი, თორე შენის ადამიანი თუ განაღლებს. კაი, ერთი კვირა მოვიდეს რაღაცა შეხედო შემოხედოს. ბიჭო, იმდენი მაინც გადაუხადე, რომ საჭმლის ფული კონდეს, საარსებო ფული კონდეს და მარშრუტკაში ის რაღაცა ლარი გადაიხადოს, რომ წავა და რო წამოვა. აი მაგდენი მაინც ხონა გადაუხადო, მაგრამ არ აინტერესებთ. იმიტომ რომ იმან ის მოგება თვითონ უნდა წაიღოს და მალე უნდა მივიდეს, რა ვიცი, რაც აქ გონებაში, არ ვიცი ვის რა მიზნები აქვს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, იქამდე უნდა ეჩქარება ძალიან. და ის აღარ აინტერესებს. ხელფასიც როგორ უნდა დაუნიშნო, იცი, მაგ როგორ უნიშნავენ ხოლმე? აი 5 ლარით ნაკლები რო გადაუხადო, უკვე რო გაიქცევა, ისე უნდა გაულო ზღვარი. ანუ ერთი თეთრი ზედმეტი რო წაიღოს, ის შენ გაკლდება უკვე და მასეთ კომპანიებში რო შეხვალ, არა თუ ქვედარგოლის თანამშრომლები, არამედ შუარგოლიც კი ლანძღავს და აგინებს იმ თავის დამფუძნებელი არის თუ ვინც არის. იმიტომ რომ ხვდება რომ იმ ხელა საქმეს უკეთებს რომ ვერც იმის მეათედსაც ვერ იღებს. არაფერს არ იღებს რა, აი ისეთი ხელფასი აქვს რომ აი მინიმალური. ხო და ნახე ამ შემთხვევაში როგორ აკეთებ, ფიქრობ უკვე იმ ადამიანზე. ესე იგი ის ადამიანი რომ მოდის თუნდაც უცოდინარი, იმა რომ უნდა ისწავლოს, იმაზე ფიქრობ რომ ის ესე იგი გაჭირვებული ადამიანი თორე არ მოვიდოდა რაღაცა 0 იმაზე რა, 0 სამსახურზე არ მოვიდოდა და ფიქრობ რომ იმან უნდა მოვიდეს და მთელი თვე შენთან უნდა იმუშაოს, იმას საარსებო ფული ჭირდება. და ამ დროს უფასოდ ვეღარ ამუშავებ, გამორიცხულია. იმ თანამშრომელსაც ხო, ვინც შენ კომპანიას ემსახურება და აი ამ მიზნების მიღწევაში თავისი წვლილი შეაქვს, ხო? იმასაც ადამიანურად მოექცევი და რაღაც სარგებელს რომ მოიტანს, შენც დაუფასებ, არა მადლობის გადახდით და თვალთმაქცობით და ტაშის დაკვრით და რაღაცა ისეთი სიტყვებით, არამედ
თანხის ჩარიცხვით. და რაღაცა ისეთი ამ დროს ნაკლებ მოგებას წაიღებ, მაგრამ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობა გექნება. და ისედაც ის ადამიანი ხო უფრო მონდომებული კი, იქნება, კი ბატონო. დაგიმტკიცოს რამდენად კი ბატონო, ღირებულია. გვერდში ეხა ყველა მადლიერი ვერ იქნება და ყველა ვერ დაგიფასებს სიკეთეს და ეგეთებიც რა თქმა არაერთი იქნება გულის ტკივილი, მაგრამ ჯერ ერთი ღვთის წინაშეც მასე მართალი იქნები, სამშობლოს წინაშეც, იმ ადამიანის წინაშეც, სინდისის წინაშეც და ბევრი ისეთი ადამიანიც იქნება, რომ აი მიხვდება მაგას და სხვანაირი გარემო იქნება რა, ის სტრესი არ იქნება რა და სხვანაირი შედეგი დაიდება და შენთან ამ ადამიანობას არ დაკარგავ. ეს არის მატერიალური მხარე და გაიზრდები სულ. და ეს არის მატერიალური მხარე და სულიერი მხარე, რაც აი ეს მხარე გძენს, არის რომ შენში ეს აი რაზეც თქვი რომ უარი უნდა მეთქვა მეთქი ამ ადამიანურ მომენტებზე არა თუ ინარჩუნებ არამედ აი ხა წარმოიდგინეთ ყოველდღე არ შემიძლია რომ ყოველდღე ამ იმას გადავუხვიო ამ იმას და იმ ბოროტ იმაში გადავიდე მაგრამ ყოველდღე რომ შენ ამ იმას ერთგულებ უფრო მტკიცდები უფრო ძლიერდები ის უნარებიც ის დადებითი უნარებიც შენში უფრო ღვივდება და მტკიცდება და უფრო კარგ ადამიანად და კეთილ ადამიანად ყალიბდები და აი ხა გეკითხებით, აი ხო უნდა დავასკვნათ რა არის ეს ნამდვილი წარმატება. ბოლოს და ბოლოს ხო უნდა ითქვას. თუ ბედნიერი არ ახარ. რაც გინდა ფონი შეიქმენი. აგერ ჰოლივუდის ვარსკვლავები ზოგი სრულწლოვანიც არ არის და მულტიმილიონერებიც ხდებიან ხოლმე და ლამაზებიც არიან და მილიონობით ფანებიც აყავთ და ტაშის დაკვრა არ აკლიათ და არაფერი არ აკლიათ გარეგნულად. მაგრამ რატო არიან რომ დეპრესიებში არიან, რატომ არიან რომ ალკოჰოლიკდებიან, ნარკომანდებიან, ზოგი პირდაპირ თავს იკლავს, ზოგი ისეთ ცხოვრების წესს ადგება რომ ესე იგი ეს ნარკომანია რა არის რომ გადაიტანო ყურადღება რაღაცა სხვაზე, სადღაცა ნახო ის შვება და სიკვდილში მიდიხარ რა. ან იმ მარადიულ სიყვარულებზე რო იღებენ რაღაცა, თვითონ რაღაცა ვერ გამოსდით ეგ ამბავი და. იმიტომ რომ თავარის კი არ არის რას მიაღწიე. თავარი არის რა გზით მიხვედი იქამდე და ვინ გახდი იქ რომ მიხვედი და ზუსტადაც იქ რომ აი ეგეთი ტიპის ეხა მე 100%-ზე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ასივე ცოტა ისეთი ნათქვამია ერთი მართალიც რო იყოს მე ვერ დავწამებ ცილს, მაგრამ უმეტესობაზე გელაპარაკებით, აი დარწმუნებული ვარ მაგ ტიპის მსახიობები ვინც არიან, თავის გულში გადაწყვეტილი აქვთ რომ ოღონდ აი იმას მივაღწიო, რასაც ეს ჰოლივუდის ვარსკვლავობა ქვია და ყველაფერზე მზათავარ. ოღონდ ყველაფერზე მზათავარ ნიშნავს, რომ ყველაფერზე მზად არის. რასაც დაავალებენ, ყველაფერს გააკეთებს, არაფერს არ მოერიდება და იქ რომ მივა, ადამიანი აღარ იქნება. და აი ზუსტად ადამიანი რო აღარ იქნები, იმიტომ შენში ხა სიყვარული არ იქნება, სიკეთე არ იქნება, სიმშვიდე არ იქნება, ხო, რაღაცა მოსიარულე მკვდარი ხარ რა, ეგრე გამოდის რა და მკვდარი სული გაქვს. ხო, ეძახე მე წარმატება თუ უბედური ხარ და ამიტომ ბედნიერება გინდა, მაშინ ადამიანი არ მოკლა შენში. და ისე იღვაწე, ცოტა მეტი იშრომე, მეტი დრო მოანდომე, რაღაცა რასაც შეძლების შეძელი, ვიღაცა მილიონებს მოახერხებს ამ გზით და ვიღაცა ვერ მოახერხებს მაგდენს, მაგრამ ბედნიერი იქნება და ამ პატიოსანი შრომით, ხო, თავისი საკმარისი ყოველთვის ექნება. ხო, აი ეგ არის მთავარი, რომ მე რა მჭირდება ბედნიერებისთვის. საერთოდ ბედნიერი ადამიანი შეიძლება იყოს ქოხში მცხოვრები, სოფლად, სადაც ყავს საყვარელი ადამიანები გვერდით და საერთოდ აი რა ვიცი, მისი შემოსავალი შეიძლება არ აცდეს რაღაც 500 ლარს, მაგრამ რო კითხო იმ ადამიანს, დილით იღვიძებს სავსე ბედნიერი, ღამე იძინებს მადლიერებით სავსე. და რა არის ეხა ბედნიერება ვისთვის? რა არის ბედნიერება, ხო? მე ესე ვიტყოდი, როდესაც კარიერაშიც ასაც დაიწყებ წარმატებით მიდიხარ და სულიერათაც წინ და წინ მიდიხარ და შენში ეს ადამიანური თვისებები უფრო და უფრო ღვივდება და მტკიცდება. აი ეგ არის ბედნიერება, როცა წარმატება ნამდვილი, როცა ბედნიერების საზომიც იზრდება და კარიერაშიც წინ მიდიხარ და ეგ ამ გზის გარეშე, ამ არჩევნის გარეშე შეუძლებელია და განვიხილოთ ახლა მეორე მხარეც. განვიხილოთ. ხო, ამოვწუროთ ეგ თემაც. ეხლა ნახეთ, მანდ რა ხდება უკვე? აი ეს არჩევანი რო გამეკეთებინა რა, გავყოლოდი და ის ადამიანზე უარი მეთქვა. ეხლა ნახე რა ხდება? უკვე ადამიანი უკან გადადის, ადამიანი. წინ გადმოდის კომერცია. იმიტომ რომ უნდა გამდიდრე ნებისმიერი გზით, რაც შეიძლება ჩქარა. და ეხლა ჯერ მინდა რომ მე ესეთი ადამიანების მოღვაწეობის ნაყოფები განვიხილოთ. მაგალითად, მედიცინაში. არიან ისეთი ექიმები, რა თქმა უნდა, როგორც ყველა სფეროში არიან კარგი და ცუდი, კარგი
ბევრი ეგეთი ახლობლები მყავს, რომ აი რა ყველგან ვიცი რა, რომ ანათებს რა, ისეთი ადამიანი რომ იმიტომ რომ ეს ნათება შინაგანიდან მოდის ჩემთვის და მაგრამ აი მაგალითად შეიძლება სასწრაფო გამოიძახო, ცუდად გახდე. მოვიდეს ისეთი ექიმი, რომელიც დაგიწერს ყალბ დასკვნას და ისეთი კონკრეტული დასკვნა იქნება, რომელიც ზუსტად იცის, რომელ საავადმყოფოში წაგიყვანენ იმ დასკვნით. იმ საავადმყოფოში დახედავენ ის დასკვნა გიწერია და იმ ექიმის, ეგრეთ წოდებული ექიმის, რომელმაც უნდა გიშველოს, იმისი სახელი და გვარი აწერია, მიხვდებიან, რომ იქ ხარ გასატყავებლად გაშვებული. და დაიწყებენ შენს გატყავებას, ჩაგიტარებენ ყველანაირ გამოკვლევას, თუ რამე არსებობს, თუ რამე დანადგარი აქვთ მიტანილი, მერე გაგბერავენ იმ წამლებით, რაც რა ვიცი, ყველაფერს ხო, კვლევებით და მერე ხო, ყველაფერს ჩაგიტარებენ. აი შეიძლება საექსპერიმენტო თაგვი არ გაწირო ეგრე კარგმა ადამიანმა რა, ისე გაგწირავენ, გაგჭყიპავენ და გამოგიშვებენ ეგრე. და შედეგი რა ხდება? ის ადამიანი გაწირული არის, ჯერ რამდენს ანერვიულებ, მერე რამდენ ფულს აპარავ ან იმას, ან იმ ბიუჯეტს, საიდანაც ის უნდა დაფინანსდეს იმ დაზღვევით. და იმის ჯანმრთელობასაც სიკეთისკენ არ წავა, ხო? ხო და იმ ექიმმა კიდე იმ საავადმყოფოს თავარი შემოსავალი იმას დარჩება და ძვალს გადაუკვდებს აუცილებლად იმ ექიმს და იმ ექიმს რო უნდა ქონოდა სიტყვაზე 3000-4000 შემოსავალი შეიძლება გაიორმაგოს და გაისამაგოს. მაგალითად, ნუ ესეთი შემთხვევები ხა მილიონი არის ესეთი ისინი. ისე ხარ რო გისმენ, აი რაღაცნაირად გაბრაზებული ხარ. ანუ ყელში რო ამოუვა ადამიანს უსამართლობა. აი რაღაც თითქოს ეგ ისმის შენი. კლად ხა მკვდარი ემოციებით რთული არის ლაპარაკი რა და არც რომც სიტყვაზე ხო შეიძლება შეძლო ეგ, მაგრამ რო არ არის ეგ ჩემში და რაღაც არაბუნებრივად რა განწყობაც ამაკ, რა განცდაც ამაკ იმ გაცდით. და შენი აზრით ეგ საქართველოში, მე ვფიქრობ რომ ბევრს აქვს. აი გაბრაზებული რო ხალხი რო აი როდემდე შეიძლება რო ეს. ო აბა ეხლა ეგ იმიტომ რომ ბევრს აქვს მაგაზე ძალიან ცუდი გამოცდილება, საავადმყოფოებზე მეც მაგ ცუდი გამოცდილება, ნუ აი კატასტროფული, პირადად ჩემზე არა ახლობელზე და რა თქმა უნდა რა, ეგ ბუნებრივი არის, რომ ხედავ რომ სადაც კი მიდიხარ, ყველგან ხო გატყუებენ, მანქანის მიყვანა გეშინია ხელოსანთან არა იმიტომ რომ ფული არ გადაიხადო, არამედ იმიტომ რომ არ გააუარესო. ხო რაღაცა რა ვიცი რა, აი უთქვიათ რომ არაფერი არ ჭირდაო, ქალმა მოიყვანაო და ერთი კვირა დავიტოვეო სპეციალურად მანქანა, რომ ბევრი ფული გამომერთვაო. ხო და უპასუხეს მერე, რომ მერეო რაღაც ამაყობო, მასეთი მაიმუნი თუ ხარო, ნუ ამაყობ მაინცო, მაგდენი ჭკუა მაინც გეყოსო, რომ ჩუმად იყავიო და გააჩუმეს, ხო. და ამიტომ გავაგზელოთ სხვადასხვა სფეროების რა, მინდა რომ მოდი ხო, ერთი იყო სამედიცინო, ეს სხვათა შორის კარგად ახსენე ქალი, იმიტომ რომ ქალებს კიდე სხვანაირად ეპყრობიან ეს ხელოსნები, მანქანა რომ იყავს. აი მე კოშმარი. მე არ ვიცი, ერთი ხვდისნიერი ადამიანი გამოჩნდა ამ ჩემი მანქანის ისტორიაში, მართლა ღმერთმა გამომიგზავნა თქვა, თორე ის ბიჭი რო არ აღმოჩნდა, აი გულწრფელი, რომ მართლა რო გული შეტკივა შენზე. ეგრეა ნებისმიერ სფეროში. ყველა გლიკავს. ნებისმიერ სფეროში ეგრეა, კაისეძებ, ექიმთან სანამ მიდიხარ, რამდენ მოკვლევას აკეთებ, აბა როგორი ექიმია, ვინ არის, რანაირი. ყველა სფეროში ეგრეა, ვიღაც კაის რო ნახე, უნდა ჩაეჭიდო მერე. ვეღარ ენდობი. ხო. კიდე რა სფეროები? ხო, შეგიძლია დაასახელო. მერე 1-4 სფეროს, 5 სფეროს შევეხოთ. მერე პროდუქტების სფერო, წარმოების სფერო. შევიდეთ მაღაზიაში. რამდენს მოაკ ადამიანისთვის სიკეთე, რამდენი გწამლავს. და რატო გწამლავს? რატო აკეთებს ეგეც? არ იცის რას აკეთებს? იმიტომ რომ კომერცია არის პრიორიტეტული და არა ადამიანი. და მაგიტო არის ზუსტად ამდენი დაავადებები, ამდენი უბედურება, რა ვიცი, ყველას რაღაცა ისაჭერს რა. თუ სულიერი არა, რაღაცა ხორციელი ისაჭერს. რაღაციდან ხო არის ეს გამომდინარე რა. თან მედიცინა წინ მიდის, რა ვიცი, ყველაფერი თითქოს წინ მიდის, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობა უკან და უკან მიდის და სიკვდილიანობა იმატებს და იმატებს. მაგაზე ხოჩი ამბობენ, რომ მაგრამ ხალხს მეტის საშუალება არ აქვს. თუ გინდა ხარისხიანი გააკეთო, ძვირი ღირს რა, ეს ხარისხიანი პროდუქტი. და აკეთებენ უხარისხოს, იმიტომ რომ შეუძლიათ რომ დაბალი ფასი დაადონ და ხალხი გაწუდება იმის ყიდვას. აი ხალხზე დარდობენ ხო, რომ აი ხალხმა გაწუდეს. ცოდო ხალხი, რომ როგორ მიყვარან, რომ მოდი ხა შხამს მივყიდი, რომ გაწუდნენ ამ შხამის ყიდვას. ხო, მე პირად მომისმენია ეს არგუმენტი. ხო, სუსტი არგუმენტია. რომ ჯანსაღი ყვება არის ძვირი. და მოდი იაფი ნაგავი გავყიდოთ.
მაშინ აი გამორიცხულია რა, საერთოდ არ მოკიდებ იმ საქმეს ხელს რა, ვერ მოაწერ მაგას რა. ადამიანი თუ სიტყვაზე არ ესმის მაგდენი, რომ საწამლავი არ უნდა ჭამოს. ხო, შენ ეტყვი რომ მე არ გამოუშვებ ამას რომ მოიწავლო და მასეთი კეთილსინდისე რომ ბევრი იყოს ძვირი აღარ ეღირებოდა. აი ზუსტად ამის მოსმენა. კი ბატონო. აი ამის მოსმენა. სანთლით ეძებ ჯერ. კი. დაიწყებენ კაი რაღაცით, მერე გიფუჭებენ ჩუმად ინგრედიენტს. რატო გიფუჭებენ? იმიტომ რომ გააიაფონის წარმოება და მეტი მოგება წაიღო. მთელი ის არის აი სწავლებებია, როგორ გამოწურო მეტი ფული. ხო. მაგაზე ფიქრობ, მე მაგ დროს უკვე მარტო მაგაზე გაფიქრობ, მეტი რანაირად, რა გზით ადამიანი ვიღას ახსოვს. წარმოიდგინე ყვავილი დამჭირდა. ანუ ვარდი არის როგორ, რითი არის, ცნობილი რომ ჯერო ლამაზი არის, მერე კიდე სუნელი აქვს ძალიან მძაფრი და სასიამოვნო. და დამჭირდა სუნელოვანი ვარდი. ესე იგი, შემოვიარე მთელი საქართველო. მაღაზიები, სადისტრიბუციო კომპანიებიც გავარკვიე, თუ ვინმეს დაჭირდება, მივცემ კონტაქტებს. მერე ეს სადაც იკრიფებიან ეს იმპორტიორები, მწარმოებლები, იქაც მივედი და მერე სანერგე მეურნეობები და იმათ ვეკითხები, ამ ქართველებს ვეკითხები, სან ბიჭო, კაის რატო არ თესავ? ჩააგდე ის კაი თესლიც, ჩააგდე კაისი რა, რატო არ თესავ? სუ ჰიბრიდული და ეს უსუნო და რო დასუნა, არაფერი სუნი რო არა აქვს, ხო, რატო გაქვს ეგეთი და რომ მოჭრიო იმ კაისო. იმასო რაღაცა ზეთოვანი სითხე აქვს, რასაც სუნელი აქვს და 3 დღეშიო, წყალში ჩადებ 3 დღეში ხმებაო და ის ყალბიო ერთი კვირა ძლევსო და ნაკლების თავის ტკივილიო. გეუთხარი, მეთქი ძვირი დაადე რა და კაი ეს გაქვს, მაგრამ ისიც გქონდეს მეთქი, მაგრამ ნუ ეხა არ ვიცი ეგ, მაგრამ მოკლედ ნამდვილი ყვავილიც კი არსად არ იყო და მე ერთგან მითხრეს რომ აქ არისო რა და მივედი და რა დამხვდა. ეს ისევ ის ჰიბრიდული და მისხმულია გიც. და სად არის? აი თუ სადღა იყო რა, სოფელში, ეზოში, ვისაც კომერციულად საერთოდ არ ქონდა, აი სახში რაღაცა სოფლის მეურნეობისას აწარმოებდა, რო იტყვიან ხოლმე სახლის არისო და კაი არისო, აი ყვავილებშიც ეგეთი სიტუაცია ყოფილა. მოკლედ ყვავილიც აღარ არის ნამდვილი. დატოვეთ რაღაც წმინდა. რაღაცა ხო და დატოვოთ ხო და აი ხა მაგალითად აი რატო არის ამდენი სულიერი ავადმყოფობა? რატო აი რაღაცა სიგიჟისკენ მიდის ხო ყველაფერი? ვითომ ამდენი წიგნები იწერება, ამდენი სიბრძნე იწერება და რაღაცა ვერ აბრძენდება ეს ხალხი, უფრო რაღაცა სულიერი პრობლემები ეწყება და რატო? ფილმებს ადრე რო იღებდნენ ძველად, მაშინაც აი ადამიანი იყო პრიორიტეტული და კომერცია მეორე ადგილზე იყო. ანუ ეგ მეორე ადგილზე ყოფნა არ ნიშნავს არ გაინტერესებს, როგორ არ გაინტერესებს, მაგრამ ჯერ ადამიანზე ფიქრობ. ანუ ორივეზე ერთად ფიქრობ, არ არის ეს პრობლემა. ჯერ ფიქრობ, რომ ადამიანს რა სარგებელს მოუტან და პლუს მოგება დაგიტოვოს ამან. ეგ არის მეორე ადგილზე ყოფნა და ფილმი რო იქნებოდა როგორ ადამიანის სარგებელისთვის, რომ ამას მოეტანა ადამიანისთვის სარგებელი და იღებდნენ როგორ ფილმებს, გინდა ქართულებს გადავხედოთ, გინდა ამ უცხოურ ფილმებს. მარადიულ სიყვარულზე, სიკეთეზე, ნამდვილ მეგობრობაზე, თავგანწირვაზე, ხო, რაღაცა ისეთზე. მეორე ადამიანის მდგომარეობაში შესვლა. რო ნახავდი ამ ფილმებს, შენში სიკეთე კიდე უფრო გაეღვივებინა და რაღაცა დაემშვიდებინა და სიკეთე მოეტანა შენი ცხოვრებისთვის და იქიდან გამომდინარე რომ მანდაც კომერცია შევიდა პირველ ადგილზე, ხო? დღეს უმეტესობა ფილმები არის როგორ გადაღებული. ადამიანში ის რა გავლენას მოახდენს, არ აინტერესებთ. თავარია რაც შეიძლება მეტი ფული აიღოს, ვინ დაასპონსორებს, ვინ რაც გადაუხდის, აღარ აინტერესებთ და იღებენ ყველანაირ საზიზღრობას. და მე ეს ფილმები, აი მეგეუნებით რა, ეხა ესე თქვათ მაგცურად რო წეღანო ტყუილის რო არ გამომივიდეს, უთვლი რომ იმდენი გამოცდილება მაქვს, რომ დაახლოებით ეხა რაღაცა ბოლომდე არა, მაგრამ თეთრის და შავის გარჩევა უკვე შემიძლია და აი მაშინ 19-20 წლის ვიყავი თქო, მაშინ არ შემეძლო 0 კლასელი ვიყავი მაგ საკითხში. შეიძლება მეგონა რომ გასხივოსნებული ვიყავი მაშინაც, მაგრამ არ ვიყავი, ეხა რო ვუყურებ, ეხა ამ ცოდნიდან გამომდინარე და აი მაგ ხელები და მაგაზე უფრო პატარები რო უყურებენ, ან თუნდაც უფრო უფროსები, რომელიც ჯერ ვერ გარკვეულან. რას უზავს იმათ ეგ ფილმები? აურევს ცხოვრებას, ისეთი ცუდი რაღაცები ჩაილექება, იმიტომ რომ აქვთ მაგათ ნიჭი, რომ რაღაცა ცუდი შეფუთონ ისე როგორც კარგი და ვერ არჩევ ამას. და ისეთი თვისებები შემოდის შენში, რომ გონია რომ მაგარი ტიპი ხარ, ვიღაცა მაგარ მსახიობს ემსგავსები და ამ დროს ყალბდები და ცუდი ხდები. და ეგ მაინც შეუქცევადია. აი მაგას რა შეაჩერებს ახლა?
აი რა შეაჩერებს ამ ბიზნესებს ახლა რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ. რამ უნდა შეაჩეროს? აქ ეგენი იკვებებიან ისევ იმით, რომ ხალხი განათლების დონე დაბალია, ხალხი არის მათი წყარო, რომ ცოცხლობენ. ეს ამ ფილმებს ხო რო არ ყავდეს, თქვათ, მომხმარებელი, ხო ვეღარ გადაიღებდნენ. აშკარად ყავთ. და ჩემი აზრით მთავარია, რომ ზუსტად ამ კრიტიკული აზროვნებამ გაიღვიძოს ადამიანში და მას შეეძლოს დასკვნების გამოტანა, გარჩევა, კარგის და ცუდის, შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება. და არა ის, რასაც ჩამიდებენ თავში, ის ვილაპარაკო მე. მანდ ერთი არის, რომ თუ გარჩევას ისწავლის ადამიანი, მე აღარ უყურებს მაგ ცუდ ხო, ფილმებს. და ეს არ ატყობთ არა. მე რომ მაწამო, ხო, უნდა მაყურებინო ეგ ფილმები და ეგ სერიალები, რა დღევანდელი გადაღებული ყველაზე არ ვიძახიო, არის ეხაც და გაიყიდება ეგეთი ფილმებიც, კარგი ფილმებიც გაიყიდება, მაგრამ ვიღაცა რომ მოვა ეშმაკი და რაღაცა სასწაულზე რო გეტყვის, აი ფულს გიხდი და ეს გადაიღეო, აღარ წახვალ მაგაზე და ამიტომ მანდაც ნახე მომგებიანობა კლებულობს და იქიდან გამომდინარე რომ გადამღებს მიზანი აქვს რომ რაც შეიძლება მეტი ფული უნდა ამოიღოს იმ ფილმიდან, აღარ უყურებს მაგას, რას იღებს. და ნუ სანახაობრივს იღებს კი ბატონო, მაგრამ ის რა გავლენას ახდენს, ეგ აღარ აინტერესებს. აი მეცნიერებებს შევეხოთ. ო, ეგ ძალიან სერიოზული თემა. ფილოსოფია მაგალითად. ნახე, ფილოსოფია ნიშნავს სიბრძნის მოყვარულ ადამიანს. ესე იგი, ადამიანს, ვინც სიბრძნე შეიყვარა. და აი რას ნიშნავს შეიყვარა? სიყვარული რას ნიშნავს? ადამიანს, ვინც ან რაც უყვარს, იმისკენ ისწრაფვის, იმისკენ იღწვის, ილტვის, იმისთვის ცოცხლობს, იმისთვის შრომობს და თუ საჭირო გახდა, იმისთვისვე კვდება, ოღონდ ისე კი არა კვდება, რა დავაშავეო, რო უკვდებიო. აი ჩვენი წინაპრები სულ ეგეთები იყვნენ, რო უყვარდათ სამშობლო და ღმერთი, ხო? არა ნანობდნენ ხოლმე, პირიქით ამბობდნენ ხოლმე, რომ ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსაო და არარაიარს უტკბილესი ქრისტესთვის სიკვდილსაო, სულ ეგეთები იყვნენ. და ხო და იმიტომ რომ რაც უყვარდათ იმისთვის სიკვდილი პატივიც კი იყო მათთვის და აი ესეთ დონეზე ეგ არის სიყვარული. და შენ რო ამბობ რომ მე სიბრძნე მიყვარს, ხო, აი როგორი უნდა იყოს ფილოსოფოსი. და ეგეთები იყვნენ ფილოსოფოსის მამები, სოკრატე, პლატონი. ეძიებდნენ მთელი გულით სიბრძნეს, რასაც ჩათვლიდნენ რომ სწორი იყო და ბრძნული იყო, ეგრევე ცხოვრებაში გადამოჰქონდათ და აი იმის მიუხედავად, რომ ხა ძველი წელთაღრიცხვა არის, მე-4-მე-5 საუკუნე არის მაგათი დრო. უამრავი რაღაცა დაფარულია მაგათთვის, იმიტომ რომ ჯერ ახალი ქრისტე არ არის მოსული, ბევრი რამე დაფარულია, ცნობილი არ არის და პლუს საბერძნეთის ცხოვრები არიან, სადაც აი 1000 კერპთაყვანისმცემლობა და აი სიგიჟე იყო რა და აი ამ პერიოდში ისეთი საღი აზროვნება შეძლეს აი ამ ცხოვრების წესით, რომ დღეს ძალიან ბევრ ფილოსოფოსაც კი დღევანდელსაც რო აჯობებდნენ მაშინდელები. და დღეს რა მოხდა? კომერციამ ჩაანაცვლა, გადმოვიდა პირველ ადგილზე. ისე ვიძახი ხა მე ყველაზე ხო არ ვიძახი იმ სფეროები რაც ჩამოვთვალე, მე ვიძახი ბევრი და ვინც ეგეთი არის. და რა ნაყოფი გამოიყო მაგან. იმიტომ ადამიანი ფილოსოფოსი რო კაი ბიზნესი დაატრიალოს და ეგეთი ფილოსოფოსი ხო? სიბრძნის მოხვეჭა კი არა. აი თითით ვერ შეეხება. იმიტომ რომ მასე რო იპოვებოდეს სიბრძნე, მასე ჰაი ჰარალოზე რო იპოვებოდეს, ყველა ბრძენი იქნებოდა ამ ქვეყანაზე და ყველა გონიერი იქნებოდა და ამიტომ შედეგი არის ის, რომ არეული ადამიანი რომ მივარო რაღაცა სიბრძნეს თვალი მოჰკრას, ხო, მოусმენს თითქოს რაღაცა დაინახა, თითქოს რაღაცა შეეხო, მაგრამ რაარეულიც მივიდა, უარესი არეული წამოვა. ეხლა თვითონ რამდენად გაიაზრებს, რომ უფრო არეული არის, არ ვიცი, ეგ მე, მაგრამ აი მე გეუნებით, რომ უფრო არეული წამოვა. სხვათა შორის მეცნიერებზე, ეხლა შენ მეცნიერებაც ახსენე. მაგას ხო იცი უწოდებენ კარის მეცნიერებს. ვინც დაუკვეთავს, იმის კვლევას ჩაატარებს და იმას რაც უნდა, იმას ეტყვის, რომ ხო, აი კვლევა მაჩვენა ეს და ეს. ეგეთი უამრავი მეცნიერია დღეს მსოფლიოში. და მანდ ფილოსოფია, ფსიქოლოგია, აგერ კორონავირუსი რო გამოვიდა, დიდი ისინი მეცნიერები დაუპირისპირდნენ, რომ არა ხელოვნურია, არა ბუნებრივიაო და მანდაც ეგრე არის მეცნიერებში. შეიძლება უდიდესი მიღწევები ჰქონდეს, მაგრამ ვიღაცა მივიდეს და უთხრას, რომ აგერ ბიძია, შენ ახლა მთელი ცხოვრება რომ არ დაგესიზმრება, იმდენ ფულს გაძლევ და რასაც გეტყვი გამოაცხადებ. მე ისიც მოსმენილი მაქვს, რომ ნენელა პედოფილიის ისე წერა, რომ დაწყებულია უკვე მაგის ისიც ლეგალიზაცია. ისეთ საიტებზეა წაკითხული. ხო, მაგას ნიშნავს ეგ, რომ მე რაშიც გადაგიხდი,
ის უნდა გააკეთო და ეგ მართალი ხარ შეეხო ისეთ სფეროებს, როგორც არის მეცნიერება და იმისი არ იყოს ახლა ეს კომენტარიც რომ წავიკითხეთ, შენ რო თქვი რომ უკვე იმდენიარიო ესეთი ყალბი ადამიანი, რომელიც ბედნიერებაზე და წარმატებაზე გეუბნება, ვინც მართლა გეუბნება რომ აი სულიერებით და სიკეთით ამის გაკეთება შეიძლება აღარ გჯერა და ამით ასევე იჩაგრებიან ნამდვილი ფილოსოფოსები, ნამდვილი მეცნიერები, ის ფსიქოლოგიაც, რომელსაც დღეს манипуляციისთვის იყენებენ. ფსიქოლოგების კვლევებია და ფსიქოლოგია თავიდან ბოლომდე манипуляცია, როგორ ვმართოთ მასა, როგორ ვმართოთ ბრბო. და ეს მე აუფერულებს იმას, რაც არის ნამდვილი ფსიქოლოგიის ძალა, ნამდვილი მეცნიერების ძალა. რატო იჩაგრება? იმიტომ რომ აი ერთ რო დავინახე ეგ მომენტი ძალიან დავღონდი რა, აი და რაღაცა რო დასევდიანდები, რომ სიყალბე რო იმარჯვებს ხოლმე და ძალიან ისეთ ადამიანებს ვკითხე რა, ეს სიღრმისეული აზროვნება რო აქვთ, ვკითხე რომ რატო მეთქი, ხო არ იცით მეთქი თქვენ თქო და მიპასუხეს რომ ბიჟუტერია უფრო ბრჭყვინავსო, ეგ ნიშნავს რომ ოქროს და ბიჟუტერიას რო გვერდი დადებო, თვალი ის უფრო იზიდავს თვალს, იმიტომ რომ მეტი ბრჭყვიალება აქვს, იმიტომ რომ ეგეთი ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ რეკლამა გაიკეთოს და ისე გამოჩნდეს და ის ნამდვილი კიდე არ დაიწყებს ახლა რაღაცა ფანდების ჩატარებას, ამიტომ ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ როგორც კი ურთიერთობაში შეხვალ ერთთანაც და მეორესთანაც, ეგრევე გაარჩევ რომელია, რომ ის რეკლამა არის, ბიჟუტერია და შიგნით არაფერი არ არის, ყალბი არის. და იმასაც მიხვდება რომ თურმე ისე არ აბჭყვიალებდა, მაგრამ ნამდვილი არის. ესე იგი შენ ისეთ საქმეს აკეთებ და ისეთ ბრენდს ქმნი, სადაც არ გაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ზედმეტად იბჭყვიალო, მიაღწიო მილიარდებს, იმიტომ რომ ეს შენი ბედნიერება არ არის. აღმოაჩინე 1 წლის მერე. მე თავი უნდა დავდო, ვიბრძოლო ბოლომდე იმ იდეისთვის, რა იდეასაც ვადგავარ, მაგრამ ციფრებზე და რაღაცა ბიზნესის მასშტაბებზე არ გადის. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ დიდი ბიზნესი არ იქნება, უბრალოდ მაგაზე არ არის დამოკიდებული ჩემი წარმატების საზომი. თუმცა რა თქმა უნდა ვეცდები, რომ მაქსიმალურად აი ამ ღირებულებებით სადამდე შემეძლება, რომ წინ წავიყვანო, იქამდე წავიყვანო და ეგ ხალხის ადამიანისთვისაც კარგია, კაი პროდუქცია და ვეცდები, რომ რაღაცა ჩემი წელი აგური დავდო ამ ქვეყანაში რა. ხო და ამის თქმა მინდოდა მე დღევანდელი პოდკასტით, რომ კი შეიძლება ასეთი გზით იყო წარმატებული. კი ბატონო, და კიდე რა არის იმ იქითა ნაწილში, აი მაგ ცუდ ნაწილში, მთავარი არ მithქვია, ეს ახლა შევეხე რა ნაყოფები აქვთ, მაგრამ არ შევხვები ვარ ჯერ როგორ მისტით მე მაგათ საქმე და მე კიდე რა სულიერ შედეგებს იღებენ, ეგ სულიერება ხომ მნიშვნელოვანია. ჯერ შედეგები ის არის, რომ ეგეთი ტიპის ბიზნესმენები სუვალში არიან. სუვალები აქვთ, იმიტომ რომ ჩქარ-ჩქარა, აი რო გადახედოთ, მულტიმილიარდიანი კომპანიებია, გიგანტებია, მაგრამ ყველაფერი ბანკში აქვთ ჩადებული. რატო? იმიტომ რომ არ არის ის საკმარისი. უფრო მეტი უნდა ისაქნას და უფრო მეტი ვალი უნდა აიღოს და ეს ყველაფერი ბანკი, რა თქმა უნდა, ჩაადებინებს. აი რო დასერჩოთ მულტიმილიონერები და მილიარდელები, რომლებმაც თავი მოიკლეს, რატო მოიკლეს, ხო? პირწმინდად აი ერთი და იგივე ესენი არა სიმპტომები არის. ხო, რატო? და ძირითადად არის სულიერი მომენტები. და არის სულიერი მომენტი, რომ ესე იგი ეს ბანკებში ვალები რაღაცა სტრესი და ეს სტრესი რო გააქვს, მით უმეტეს ახლა ამდენი ვიღაცას გადააგდე, გადმოაგდე და ისა ეგ სიმშვიდეს უკარგავს ადამიანს. არა მშვიდი ადამიანი რანაირი ბედნიერი ადამიანი იქნება, წარმოიდგინეთ, 7 ძილიც კი არა გაქვს. და სუიცი რომ ვიღაცის ვალი გაქვს, იმიტომ რომ ის წართმეული ვალად გედება, იმიტომ რომ იმან სუიცის რომ შენ იმას წართვი და როგორც კი მოძლიერდება, ეგრევე 2 მაქვს და 3 მაქვს ამოიღებს შენგან და ადგილსაც მიგიჩენს და სწორიც ღირსიც იქნება ის წამთმევი, რომ განიცადოს ერთი იმას რა განაცდებინა და მე იმას კი არ ვიძახი, რომ იმის მხრიდან სწორია, რომ ეხა რაღაც სამაგიერო გადაუხადოს და რაღაც უბრალოდ ამაზე რომ ეგეთი განსაცდელი დაეშვება, აი ღირსი იქნება მაგის. და სტრესი რატო აქვს? აი ამ ყველაფრის გამო, ხო, რომ სტრესი რო აქვს, ნახე, შვება სად უნდა ნახოს მასეთმა ადამიანმა, სად ეცებს. სასმელი, განარკომანება, მეძავებს გადაყოლა და აზარტული თამაშები და მოკლედ ცხოვრების წესს ისეც იხდი, რომ მაგით სიკვდილში ეშვები, უბედურებაში ეშვები, მაგრამ რაღაცა მომენტი შვებას ნახულობენ მანდ, იმიტომ რომ ჭკვადაგონება იქით გადააქვთ. მაგრამ საბოლოოდ მაინც მხილებული იქნება, ის სინდისის ხმაც არ გაჩერდება და
რაც დრო გავა, უფრო და უფრო სულიერად დამძიმდება, სადამდე იქნება იმ სიმთვრალეში და სადამდე იქნება, თუ ბოლომდე იქნება, მალე მოკვდება. თუ რაღაც მომენტში გამოიფხიზლებს, მაინც მოუწევს, რომ რეალობას თვალი გაუსწოროს, თან ბევრად უფრო დაავადმყოფებულმა და ცუდად გამხდარმა. ამიტომ და ეგრე ვალები რო იმაში გაქვს, სადღაც აღარ გაგიმართლებს. აი ეხა რაღაცა ომებია, ვირუსებია, ვერ გაიგებ ხვალ რა მოხდება. აი ეგრე ვალები რო გაქვს და რო ვეღარ იხდი იმ ბანკის ვალს, რას გიზავს ბანკი? ვინმესთვის რამე უპატიებიათ, ეგეთი პრეცედენტი არსებობს? ხო და წაართმევს ყველაფერს და ეგეთ ადამიანს რო ყველაფერს წაართმევ, ვიცი რა მოუვა? თავს მოიკლავს. არ არსებობს რომ იმან ცხოვრება გააგრძელოს, იმიტომ რომ თან აი ვისთანაც კი ეგეთი ტიპის ადამიანებს ურთიერთობა აქვთ, ყველგან ფულის სუნი უდის ურთიერთობას. ნამდვილი, იმიტომ რომ შენ რო ყალბი გახდები, შენივენებით, ხო? შენ გარშემო ყველაფერი ყალბი იქნება. და იმიტომ რომ ნამდვილი ადამიანი რომ მოვიდეს გეტყვის რომ ბიჭო რანაირადაც ცხოვრობ და შეიზიზღებ ეგეთ ადამიანს, ეზიზღებათ ეგეთი ადამიანები. და შესაბამისად მოვა ეგ შენაირი დასწავლული ის ციგნები იმასაც რო აქვს წაკითხული ისეთი. როგორ გავხდეთ? ხო და როგორ გავხდეთ ტრილიონერი და შეგაქებს ისე რომ შენახა რომ ვინც ახარო, ხო და რა კაი ადამიანია ვიტყვი და აი ამ სიყალბეს შეიქმნი. და თან ანუ ყველაფერი წარმოიდგინე ადამიანობა შეწირული გაქვს ამ მიზნისთვის და ყველაფერი გენგრევა თავზე. რეალურად ეგეთი ადამიანები მე მგონი შრომელებიც არ არიან. შრომის მოყვარები არ არიან. შრომობენ ძალიან ბევრს შრომობენ იმისთვის რომ მეც ეგრე ვშრომობდი თავიდან, მაგრამ ნახე მაინც ცდილობენ ყოველთვის რომ ისეთი ბიზნესი შექმნან რომ თვითონ არაფერი არ გააკეთონ რა. ანუ ცხოვრების ეხლა ჩემთვის როგორ არის, რაც არ უნდა დიდი ბიზნესი შექმნა, არ გავჩერდები, იმიტომ რომ არავთვლი კაცი გაჩერებული იყოს და ფეხზე გადადებული იყოს რა, უნდა შრომობდეს რა. ხო და იმათ რაღაც ტაშფანდურში და ლხინში და აბა სუფრა და აბა კეიფი და აბა ერთმანეთს ეჯიბრებიან მე რა. კი ბატონო, ხო შეიძლება სიტყვაზე ვწდებოდე. აი რა ვიცი, აბა ერთი ეგეთი ბედნიერი ადამიანი, ვინც გულწრფელია, მანდაც ყარიან გულწრფელი ადამიანები, ვისაც სიმშვიდი აქვს, ვინც იტყვის რომ აი ვიპოვეო ბედნიერება, ერთი ეგეთი მაჩვენეთ რა. აი მაგალითისთვის მაინტერესებს ერთი ინტერვიუ უნდა ჩამოვართვა, ერთი კითხვები უნდა დაუსვა, რანაირად არის ბედნიერი. ხო და არ არსებობს ეგეთი ადამიანი. აი ასეთ ადამიანებს როგორი ურთიერთობები აქვთ ხალხთან? თუნდაც აი მეგობრებს რო ეძახიან. ცარიელი რო არის ადამიანი და შეწირული რო აქვს, აღარა გაქვს ის თვისებები, რომ გულით და რაღაცა სიყვარულით და სიკეთით იმოქმედო, რასაც აკეთებ, ყველაფერში შენი პირადული ინტერესი გაქვს ჩადებული, გათვლილი გაქვს ეგ ყველაფერი. იმიტომ რომ ეგეთი ხარ, რა ვიცი, ბუნება რო გაქვს ცეცხლის ვერ გაყინავ სიტყვაზე ხა რაღაცა ისეთები არ მინდა დავიწყო ლაპარაკი, მაგრამ ბუნება გაქვს ისეთი უკვე ის თვისებები აღარა გაქვს რომ ნამდვილი იყო, გულწრფელი იყო. შენ სანამ სიტყვი იმაზე კი არ ფიქრობ რომ ამ ადამიანს ჩემი სიტყვით სარგებელი მოუტანო, რაღაცა თუ სიკვდილში მიდის სიცოცხლეში იქნება გადავიყვანო. არამედ ფიქრობ შენ მიზნებს მიაღწიო იქამდე მისვლაში და ამას ისე ელაპარაკო რომ აი ეს ზეგავლენები მოახდინო საშენო. და ამიტომ ყალბი და ასევე გამოიყენო ყველა და ყველაფერი შენი სამშობლო ადამიანები ის სფერო რაშიც მოღვაწეობ ყველაფერს იყენებ იმისთვის რომ შენ მიზანს მიაღწიო და საშენო და შენოც თქვი საშენო ეგ არის ზუსტად კომერცია შენ კი არ აძლევ საზოგადოებას ამ ქვეყანას რომ განვითარდეს წინ წავიდეს გაძლიერდეს აი ვერ გაძლიერდა ეს ძველი ექიმები სულ ეგეთები იყვნენ, იფიცებოდნენ ჯანმრთელობისთვის და მართლა ეგეთები იყვნენ. ხო, რა ფიცი ჯერ რომც დაიფიცოს, გულზე ხელსაც დაიდებს და სასაცილოდ არ ეყოფა მე ის თავისი ფიცილი და მე კიდე ხო აი გარი რა, აი ერთი შეხედვით ჯანმრთელობის სადარაჯოზე და მეორე შემთხვევაში პირიქით შენი მკვლელი გკლავს მაგ დროს და ჯერ გულში მოგკლა ოღონდ. და აი არჩევანი სწორი უნდა გააკეთოს ადამიანმა. გულში უნდა გადაწყვიტოს ეგ. მაინც აი ხა ვიღაცა შეიძლება გვისმენს და ფიქრობს ასეთ ადამიანებზე. ხო ამბობენ რომ ეს დაფრინავს კაცს. ეს ცოტა გაგიჟდა. ანუ შენ ხარ გიჟი და ისინი არიან დაჭკვიანები და მიწაზე ფეხი მყარად უდგათ. ღმერთმა ხელი მოუმართოთ მყარად სიარულში და სიკეთეს უსურვებ და იმედია რომ ცუდად არ დაუსრულდებათ. ეხლა რა უთხრა მე ამაზე მეტი რა უნდა ვთქვა. ვისაც რისი უნდა იმისი ანუ ადამიანი როგორ არის რაც არ უნდა სიმართლე დაინახო. აი ეგ მომენტი დამინახია მე ადამიანში მოტყუებული ყოფილა სიმართლე დამინახებია, მაგრამ მაინც იმის ერთგული დამჩარა, იმიტომ რომ იქ რაღაცა სარგებელი ჰქონდა, არ აწყობდა ის რეალობა. და ეგ რო დავინახე
უკვე შევწყვიტე ესეთ. ეხლა თუ ადამიანი როგორ რა ვთქვა, შენი ნებით რომ მიდიხარ ვიღაცას უხსნი რაღაცას, კითხი აბა აინტერესებს იმას ეგ შენი სიმართლე? ისეთი პასუხები დაუხვედრებიათ აი ეგეთ მაძიებლებს სიმართლისას, რომ საერთოდაც შევამჩნიე, რომ საერთოდაც არ აინტერესებდათ ეგ სიმართლის ძიება. გავგიჟდი რა, აი მე ანუ მაგებს ვერ ხვდებოდი თავიდან და მე გზადაგზა უკვე იმდენი ჯიშის ადამიანი შეხვდა იმაში რო არის ხო დათათუთაშხიაში რო არის ყველანაირი იმას რო შეხვდება რა ქვია ყველანაირი გიშს რო ხდება და გიждდება ეს რა ხდება ეს კაისაც ბევრ შევხვდი რა და აი ხო გეუბნებით სწავლობ კიდეც მე სხვებისგან მაგრამ ისეთსაც და მე გამოცდილებას იძენ მაგით ადამიანი და უკვე მტკიცე ხდები უფრო ძლიერი ხდები და უფრო ჩამოყალიბებული ხარ და რო ლაპარაკობ ზუსტად იცი რას ლაპარაკობ იმიტომ რომ მე ციგნობარი კი არა ხარ და ეს ნაზრევი კი არა გაქვს და მეხვედრილი გავლილი გაქვს ნაბრძოლი გაქვს გამარჯვებული ხარ და მე ყვები იმ ნაომარზე თორე ეხა მეომარი რომელსაც თვითონ არ უბრძოლია აი ციგნის კითხვა აიღე რა მოტივით კითხულობ ციგნს თუ ძალიან ციგნიერი ხარ და თუ ბევრი წაიკითხე, ხო? მაშინ უნდა იაზრებდე, რომ შენც ერთი რიგითი ადამიანი ხარ, ვისაც კი ბატონო შეიძლება ყველაზე დიდი ნიჭიც მოგეცა ამ ქვეყანაზე და შეიძლება ძალიან დიდი ხელი შეგეწყო, მაგრამ მაინც რიგითი ადამიანი ხარ და არ უნდა გადაამეტო იმას თავი, ის ნიჭები რა, თვითონ ადამიანმა გადაწყვიტა რომ ისცემოდა, ესე საჩუქრად არ მიეცა? კი ბატონო შეიძლება ბევრი იშრომა, მაგრამ ბევრს სხვებიც შრომობენ, მაგრამ შეიძლება იმ სიმაღლეებს ვერ მიაღწიოს და შენ რომ ეს გაამპარტაუნდები, გაამაყდები და ეხა მე ბევრი ციგნი მაქვს წაკითხული, ბევრი ვიცი და რაღაცეები, ხო? აი ეგეც არასწორი შინაარსია, იმიტომ რომ მე რაც უფრო მეტს ვკითხულობ, რაც უფრო მეტს ვსწავლობ და რაც უფრო აგერ მეტ წარმატებასაც ვაღწევ, უკეთესად ვხვდები პირიქით, რომ აი ძალიან დაბიური ის არის ვიღაცას რომ თავს გადაამეტებ, თუნდაც გულში. ეხა შეიძლება ესე გარეგნულად ბევრი მინახია ისე ლაპარაკობენ, რომ რაღაცა ძალიან ვითომ, მაგრამ აი გულში ჩემამდე ვერ აი ზუსტად მასე რომ ლაპარაკობენ, ეგეც კიდე საფუძველს უქმნის, რომ ყველას გადაამეტონ, რომ აი რა თავდაბლები ვართ, რა კარგები ვართ. ხო, გადამეტებული ეს ზრდილობიანობა სხვა რაღაცაზე მიუთითებს. ხო და სწორი ციგნები უნდა იკითხოს ადამიანმა, სწორი მოტივით უნდა იკითხოს, რომ არა სიყალბე განევითაროს, არამედ დადებითი აი ეს ადამიანის დადებითი უნარები განევითაროს და მე როგორც აი ტესტავდი და ვცდილობდი მე ეს კარგი უნდა გადმოიტანოს უკვე ის ძალა და ის მე აქეთ ჩავდი აქეთ მიმართებაში. კაი, ეხა მითხარი, ასეთი წარმატებული ბიჭი ხარ. რატო არ ყავს ძოლი? მე წეღავ თქვი რომ რაღაცა მიზანს რომ დაისახავ, ეგრე ადვილი არ არის. ეგრე ზოგადად ეგრეც ვფიქრობ რა კაცმა ჯერ საფუძველი უნდა შექმნას. იმისა რომ მე ცოლი მოიყვანოს. მე ამაში არ ვგულისხმობ რომ მილიონები უნდა იშოვოს და მე მოიყვანოს. მე ამაში ვგულისხმობ რომ ელემენტარული საშუალებები უნდა შექმნას, მუშაობა უნდა დაიწყოს, რაღაცა ანიბანი ისწავლოს და მე გადადგას ეგ და აგერ ვსწავლობ ანიბანის რა. მე იმასავით ვარ, ხო იცი, ნათესავები რო არიან, რო არის კაცო. როდის შეჭმული რო ყავთ ადამიანი. ნუ შენ თან ჯერ რამდენი წლის ხარ? 28-ის გავხდი. ხო, 28 ძალიან პატარა, მაგრამ შენ იმდენად ადრე დაიწყე. ცხოვრება, ასე რომ ვთქვათ, ზოგი 28 წლის დღემდე შესჩერებია თავის მშობლებს და თვითონ არ შეუძლიათ არაფერს. 28 კი არა, უფრო მეტიც. და შენ იმდენად ადრე მიიღე ეს გამოცდილება, განვითარდი. ანუ იმდეს მუშაობდი, რომ დრო არ გქონდა პირადი ცხოვრების და რომანტიკული ურთიერთობების. ხო, აი ნახეთ, მაშინ ხო იქ ციგნებში ვიყავი ჩაფლული თქო რა, იმიტომ რომ მინდოდა იმიზნამდე ისა, გულმოდგინე ვიყავი თქო, ხო თქვი. მე ეს გულმოდგინება აქეთ გადმოვიტანე და აღარც ანუ არ შრომობდი ძალიან ბევრს, აღარც სურვილი მქონდა, თან არ მქონდა მაგის საფუძველიც რა და ეს ყველაფერი შეკრიფა არ მაინტერესებდა მოკლედ და რა ვიცი. ყველაფერს აი რაღაცა ნაჩქარევად გადადგა რაღაც ნაბიჯები და მე მიხვდე რომ არასწორად გადადგის ნაბიჯები, ჯობია რომ ნუ ვიღაცისთვის შეიძლება 20 წლისამ გადადგას და 18-ისამ და სწორი იყოს იმის შემთხვევაში რა. ეხა ეგ ძალიან ინდივიდუალურია და ვიღაც შეიძლება 40 წლის იყოს და ჯერ მაინც პატარა იყოს მაგ ნაბიჯისთვის ეგეთებიც. მაგრამ შენ თქვი რომ ვარდი დაგჭირდა. ეხა გამახსენე. ესე იგი ვიღაცა არსებობს.
კაი, იცი რა მითხარი? ხშირად, აი ეს წიგნები რო ვახსენეთ, ხო იცი ეს რაღაც მილიარდს როგორ მივაღწიოთ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ წიგნში ადგილი ეთმობა სწორედ მეორე ნახევრის სწორად არჩევის თემას. რომ ბევრს ვისაც ადრე მოუყვანია, ვთქვათ, ცოლი, კაცებზეა სხვათა შორის აქ ლაპარაკი, ქალ ბიზნესმენებზე მე ჯერ არ წამიკითხავს. რომ აი რამხელა წვლილი შეაქვს ქალს კაცის წარმატებაში. კი, ქალს შეუძლია ააშენოს კიდეც და მიწასთანაც გაასწოროს რა. ერთ ესეთ ისტორიას მოვყვები, აი ქალის იმას რამხელა ისაკ, რომ ქმარს ცოლ-ქმარი იყვნენ და ეს კაცი ძალიან ისეთი კეთილი და თავდაბალი ადამიანი იყო და ცოლმა ეგ სისუსტეში ჩაუთვალა, იმიტომ რომ რაღაცას რო დაუშავებდნენ ხოლმე, ცდილობდა ეპატიებინა და სამაგიეროს გადამხდელი არ ყოფილიყო. ისე კი არ იყო, ლაჩარი კი არ იყო, მიმტევებელი იყო. და მაგას უფრო დიდი ძალა ჭირდება მიტევებას, ვიდრე სამაგიეროს გადახდას, თორე რა უნდა ერთი წამოენთები და ყველაფერს აკადრებ და ყველაფერს იცავ რაც შეგიძლია. ეგ ორჯერ ეგ სუსტი არის, სუსტის ის არის. ხო და ნუ ცოლმა სხვანაირად აღიქვა და უთხრა რომ ეგეთი სუსტი ქმარიო არ მომწონხარო. ხო და ცოტა მგელი გახდიო, რომ დაგიშავებენო ორმაგი დაუშავეო და ასწავლეო ჭკვაო. ხო და ეს კაც მათ ძალიან ისაქნა დაითრგუნა რა, ცოლის თვალში ხა როგორია იმიჯი შეელახა, ხო და გახდა ნენელა ეგეთი. ხო და მერე მოუტრიალდა ამ ცოლს და ამასაც აღარაფერი აღარ აპატია და გადააჭამა თავპირი. ხო და ეგ ვეღარ გათვალა იმ ქალბატონმა ვერ გათვალა ეგ და და გიორგი ძალიან მაგრა ყვების ექსპრესიული ხარ რა ზოგადად ისტორიების გადააჭამა. ხო ეგრე მოუვიდა. ამიტომ არის ეს ხოთ შეიძლება მეც მქონია შეხება ეგეთ გოგოებთან. ხო იცი, ამ თავის ქმარზე ამბობდა რომ ეს ჩემი ქმარია, ნამეტანი უანგაროაო. მეთქი შვილო. ანუ უნდა ვასწავლო, ეხლა მაგას ანგარებაო. და მე რეაზერ ხო იცი ესეთ რაღაცები რო გესმის. ეს ხალხი კი მაგრამ რაზე ფიქრობს, ანუ რა. მე კიდე რას დავაკვირდი, იცი? ამ ანგარება უანგარობაზე რაღაც ისე რო ლაპარაკობ, რომ კაცო მე არც ეგეთი უანგარო ვარ, ვითომ აი კარგ რაღაცას ამბობს, რომ ჩემზეც ხო უნდა ვიფიქრო კაცო ჩემ თავზეც და ამიტომ ცოტა ანგარება უნდა შემოვიტანო ჩემ ცხოვრებაში. ეხა ერის ადამიანს რო ის მოსთხოვო რომ შენი თავი საერთოდ ის არ გაინტერესებდეს, ცოტა ისეთი მომენტი არის რა, ეხა ყველას თავისი პირადული ინტერესი აქვს, ხო, მაგრამ აი პრიორიტეტები არის მანდ დამოკიდებული რა, შენთვის რაღაც სასარგებლოს რო აკეთებ, ვინმეს ხო არა წირავს შემთხვევით და ვინმეს უბედურებაზე ხო არა ცდილობ შენი ბედნიერების აშენებას, თორე რა თქმა უნდა ან შენი ყველა ურთიერთობა ანგარებაზე როა. ეხა შეიძლება ვიდაოთ იმაზე, რომ ბიზნესში, აი შენ რო ამბობდი, მეც ვსარგებლობ, შენც სარგებლობ. ნუ რაღაც დონეზე შეიძლება თქვა, რომ მე ამას იმიტომ გიკეთებ, რომ შენგან ეს მივიღო, ხო? მაგრამ შენი მთელი ცხოვრება, შენი ყველა ურთიერთობა, მეგობრობა, თუნდაც მეორე ნახევარი, აი ცოლიც რო ანგარებით მოკავს, ან ქალი რო ანგარებით მიყვება კაცს, ანუ ყველაფერში ანგარება როა. ეგ ადამიანზე არის დამოკიდებული, რა ღირებულებები აქვს და ვისაც რა ღირებულებები აქვს, იმას ამჩნევს ადამიანში და იქიდან გამომდინარე იღებს მაგ გადაწყვეტილებას. ისეთი აი ყალბი კაცი, რომელსაც შინაგანი სულიერი მომენტები საერთოდ არ გააჩნია, სხვაშიც არ დაიწყებს სულიერების ძებნას და რაც არ უნდა ანგელოზივით გოგო შეხვდეს ბრწყინვალე, ხო, მაინც უფრო ვიზუალზე გააკეთებს აქცენტს რაღაცა ფორმებზე და შეიძლება ხო და ძირითად შემთხვევაში ხო მე აღმოაჩენს რომ თურმე ძალიან მოტყუდა, იმიტომ რომ ხო არ უნდა გაინტერესებდეს ვისთანაც უნდა იცხოვრო რა სულიერი სამყარო აქვს და რა ღირებულებები აქვს, მარტო ის არის ვიზუალი არის და მაგიტო ვისაც რა ინტერესი აქვს, იმას აკვირდება, როცა ადამიანს აი ეს სულიერი მომენტები აქვს და ადამიანი არის, აი რა თქმა უნდა ვიზუალურადაც უნდა მოეწონოს, იმიტომ რომ ადამიანი მარტო სული ხო არ არის, ხორციც არის, მაგრამ სულიერს უფრო ჩაეძიება, იმიტომ რომ იმასთან რომ უნდა იცხოვროს, აინტერესებს როგორი ადამიანი იქნება. და მაგას მიაქცევს ყურადღებას და არა უკანა ფონს, თორე გაყოლილან ეგეც ცოლათაც და ქრადაც გაყოლილან ეგეც, მაგრამ რაღაც დროის მერე რაღაცა ბედნიერება მაინც ვერ მოახერხეს რა. ისე შენთვის როგორი თუ გაქვს ესეთი წარმოდგენა, როგორი ქალია ისეთი, რომელიც შენ მოგეწონებოდა? ნუ ჩემ მენტალიტეტი ქართული
ტრადიციები მიყვარს და ერთგული ვარ ამ ტრადიციებისა და ქრისტიანული ღირებულებებით ვცდილობ რომ ვიცხოვრო და შესაბამისად აი მე მომენტები იქნება მთავარი. თუმცა რა თქმა უნდა ვიზუალურადაც როგორც აღნიშნე და მოგეწონოს. კაი, გასაგებია ეს ყველაფერი. ეხლა მაინტერესებს. ყველაფერი რასაც ყვები, რასაც ამბობ. მე მგონია რომ ესეთ ადამიანებს აქვთ ხოლმე რაღაც მომენტში რაღაც მარტოსულობისგან, მარტოსული ვერასდროს ვერ იქნება, მაგრამ აი მარტო ხარ რა შენაირად არ აზროვნებს ბევრი. არაერთს ვიცით რომ ეგეთ ადამიანს და მეგობრები მყავს და ამიტომ მაგ მხრივაც არა ვარ მარტო. მე კიდე მარტოც რო იყო სიმართლე როა შენთან და ჭეშმარიტება რო არის შენთვის მთავარი, ხო ღმერთი არის შენთან და აი როგორ გითხრათ, კაი ურწმუნოც რო გვისმენდეს რა, გულში სისავსეს აგრძნობ, არ აგრძნობ ნაკლოვანებას და აი ეგეთი ყალბი ურთიერთობები, რაც არ უნდა მილიონი მეგობარი ყავდეს, აი მანდა ხარ მარტოსული ხარ მანდა. აბა ცოტა ხანი ოთახში გაჩერდნენ და გათიშონ სოციალური ქსელი ეგეთმა ადამიანმა და მარტო დარჩეს, ცოტა ხანი იფიქროს. ხო, ეგრევე მიხვდება, რომ მარტოსული არის. და მე არასოდეს აი არა მაქვს ეგ განცდა, რომ მარტოსული ვარ. სულ აი მაგ სისავსეს უგრძნობ, თუნდაც არავის არ მარტო ყოფნა მიყვარს კიდეც. და გათიშვა იმისა რა. რატო არ ხარ ისე სოციალურ ქსელებში? რა მიზეზია? მქონდა, მაგრამ რო შევხედე ნაყოფი როგორი ქონდა, უფრო უარყოფითი ქონდა ჩემში რა, ჩემი საქმეებისთვის, ჩემი პიროვნებისთვის უფრო უარყოფითი ქონდა, ვიდრე დადებითი და ამიტომ გავაუქმე, თორე ეხა მე არ ვიძახი რომ ყველამ უნდა გააუქმოს, ამას ვიძახი. მე ვიძახი რომ ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში, თორე ხვალ რომ დავინახო რომ ეს დამჭირდა, გავაკეთებ. თუმცა არ მჭირდება რა ვიცი. კაი, ნახოთ, დაგჭირდება თუ არა სოციალური ქსელი. ნახოთ. კარგი, შენ დათა თუთაშხი ახსენე და მე წარმომიდგენია რომ შენი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი არის. საუკეთესოა. ნომერ პირველი არის. და რატო? ანუ ეს ლიტერატურაში თუ მხატვრულ ფილმში? ორივე. ერთი და აი ფილმიც ისე არის გადაღებული, რომ ეხა იქ ციგში უფრო მეტი წერია, რა თქმა უნდა, მაგრამ ფილმში თან ისეთი მსახიობია ასრულებს ეს ოთარ მეღვინე თუ ხუცესი, ჩემი საუკეთესო ყველაზე ის მსახიობი კიდე ეგ არის რა, ისეთი თვალები, ისეთი ადამიანია თვითონ, რომ ყველაფერს მაინც ვერ ითამაშებ რა, რაღაცა თუ არ არის შენში და ესე იგი, მანდ აი ზუსტად ეგ მომენტი არის მანდ. აი რა მაგიტომ მიყვარს რა, ეხა თვითონ დათა თუთაშხი ისე არა ცხოვრობდა, რაღაცა ქრისტიანული იძახდა კიდეც არ მომწონსო. აბრაგი იყო ბოლომდე. ხო, აბრაგი შეიძლება ქრისტიანული ღირებულებებითაც რაღაცა აბრაგების სიაში მოხდე რა, მაგრამ ხო, მაგრამ ნუ ელემენტარულად ეხა ოჯახში ვიღაც რო შემოგივარდება, როგორც იმას შეუვარდნენ და ცეცხლი გაუხსნა, უკვე გააბრაგეს და რატოა ეგ აბრაგობა ოჯახში რო ვიღაც შემოდის, უნდა დაიცვა ბოლომდე. ხო, იმ ხალხისთვის და იმ საზოგადოებისთვის, ჟანდარმერიისთვის აბრაგი. ნახე, ჭეშმარიტებას ეძიებდა მთელი ცხოვრება და მან აი ზუსტად, ნახე, მუშნის არანდია და ანუ ესენი ხო ძმები არიან, ბიძაშვილები, მაგრამ ძმებივით არიან გაზრდილები. ზუსტად ერთნაირი ადამიანები არიან, ერთნაირი ღირები, აი ყველაფერი აქვთ ერთნაირი მონაცემები აქვთ. ორივე ძალიან მაგარია, მაგრამ მიზნები აქვთ სხვადასხვა. ერთის არის ჭეშმარიტება იპოვოს და აი როგორი მთელი გულით ცდილობს ეს ჭეშმარიტება ხარას მიედო, ხარას მოედო, თან წრფელი არის, აღიარებს რომ ვერ ვიპოვეო, ხდება რომ ვერ იპოვა. ამ სიკეთეშიც დაფრკოლდა მაგრამ მივხვდიო არ მოვიქეცი სწორად, მაგრამ აგერ მოვედიო აქო იმ დიდ გვაროვნებს რო ეუნება და კიო მსჯელობთო, მაგრამ არც თქვენ არ იცითო და ძალიან გულდაწყვეტილია რომ და იქაც კი პირობას არ მისცემს იმ გრაფს, რომ როგორ იცხოვრებს, იმიტომ რომ ჭეშმარიტების მაძიებელი ეგეთია, არ დაკპირდება რომ ესე და ესე ვიცხოვრებ, სანამ არ იპოვის ჭეშმარიტებას და რო იპოვის, მერე აი დაიფიცება, არც ჭირდება ფიცი კაც. აი იმის ერთგული იქნება ბოლომდე და აი ესე ეძებდა ამ ჭეშმარიტებას და მუშნის არანდია კიდე ნახე ერთმანეთს შეხვდებიან ოჯახში. რუსეთში მივდივარო დიდ თანამდებობაზეო და რასელიო, მაკედანო, მუშნიო და ერთი არისო, რომ იმ სიმაღლიდანო დიდი სიკეთის მოტანა შეძლებ ჩემი სამშობლოსთვისო და მეორეაო კიდეო, რომ მეტი ადამიანი ვარო და მეტი მწყურიაო, მაინტერესებს სად გადის ჩემი შესაძლებლობების ზღვარიო. ზუსტად ეგ იგივე мотиваცია, რაც მე მქონდა თავიდან.
მე ბიზნესის სფეროში ვარ და ამიტომ იყო ჩემი შესაძლებლობების სხვა სადაცვლილი, იმიტომ იყო ის დიდი ციფრები, რომ აეგ იყო ზუსტად. და ამან თავისი სიტყვები თქვა, იმიტომ რომ ეს იყო ძალოვანი იყო და აქ მილიონები და მილიარდები არ იყო მან უმაღლესი მწვერვალი. აქ იყო რაც ყველა დაბრკოლება უნდა ამოგეხსნა და ზემოთ და ზემოთ ასულიყავი და დათა დაუტოვებ სიტყვას, რომ შენ საკეთებელსაც და ჩვენ საკეთებელსაც, რომ ჩვენი ძმობის სიწმინდე სჯობი, ანუ სიყვარული არისო პრიორიტეტულიო. აი ეს სიტყვები დაუტოვა და მუშნიმ რო კიო მართალი არისო, მაგრამ შედეგად რა გააკეთა? აი ამ ამბიციებმა საკუთარი ძმა მოაკვლევინა, იმიტომ რომ მისთვის ამოუხსნელი ამოცანა იყო დათა თუთაშხა და იმდენად ამ აზარტში შევიდა, რომ აინტერესებდა მისი შესაძლებლობების ზღვარი დათაზე გადიოდა თუ არ გადიოდა, რომ საკუთარი ძმა მოაკვლევინა საკუთარი ძმისშვილის ხელით და ამ დროს მშობლები არ გაწირა? აი ამას რო გაიგებდნენ, არ არიან გაწირულები სასიკვდილეთ და აი ტანჯვისთვის ის ძმისშვილი არ გაწირა, ვის ხელითაც მოკლა ის რო გაიაზრებს რა გააკეთა და ძმა გაწირა და გაწირა. გაგიჟდა კიდეს ესო რა მოაფიქრებინა და ამიტომ აი ეს წიგნი ძალიან მიყვარს რა, აი ორი ერთნაირი ადამიანი სხვადასხვა მოტივაციებით ერთი სადამდე მივიდა და მეორე სადამდე მივიდა. დათამ ბოლომდე ხო ის თავისი შვილი რომელიც გაიაზრა მისი მკვლელი იყო მაინც ბოლომდე სიყვარულით მოექცა იმას და ისე დაასრულა სიცოცხლე რომ იმაზეც იზრუნა დედასაც ნუ ეტყვიო რომ არ ინერვიულოსო და აი ბოლომდე ხალხს ეიფიქრა სხვაზე ხო და სხვათა შორის ჭაბუა ამირეჯები ხო ქრისტიანობამდე მივიდა ბოლოს ისე მან დათა ამბობს რომ მაინც მაჯობაო ხო გარეგნულად აჯობა, იმიტომ რომ მოკლა, მაგრამ მართალი ადამიანები ეგრეთი ადამიანები არ ამარცხდებიან. ილია ჭავჭავაძის მაგალითს მოვიყვან. ბერბიჭაშვილი რო ხდება, იარაღს უმიზნებს და ილია ეუბნება, რომ მე ილია ვარ, არ მესროლოვო. იმას იმედი ქონდა, რომ რახან ეროვნული იყო და საქართველოსთვის თავგადაკლული ადამიანი იყო. ისიც ქართველი იყო და ამას როგორ მომკლავსო, ხო? იმედი ქონდა და ამან დაუხვედრა სიტყვები, რომ ილია რო ხარ ზუსტად მაგიტო უნდა მოგკლავ და გამოსხლიდა სასკლეტი და ფაქტს რო შეხედავო, დამარცხებულია ილია, იმიტომ რომ უსულოდ დაეცა და ბერბიჭაშვილი გამარჯვებულია, მაგრამ ცოტა აქედან რო გადმოვხედავთ, ხო? მე რომელუბანშიც ცხოვრობ, ერთი ტაძარი იქ არის ილია ჭავჭავაძესი, მეორე კიდევ სხვაგან არის, ეკლესიებია მის სახელზე აშენებული, ხატებია მისი. მთელი ქრისტიანული სამყარო ქედმოხრილია მის წინაშე და მთელმა საქართველომ ისე შეიყვარა ილია, რომ ბოროტები რო არიან და აი გულში რო ბოღმა აქვთ, ისინიც კი ვერ აბედავენ, რომ გამოვიდნენ და რაღაცა ცუდი თქვან მასზე. ეგეთებიც კი ვერ ბედავენ. იმდენად დიდი ავტორიტეტია. ამიტომ ეგეთი ადამიანები შეიძლება დაჩაგრო ეგეთი და მოკლა კიდეც, მაგრამ არ დამარცხდება ის დამჩაგვრელი დამარცხდება საბოლოოდ. მე მაგ ადამიანისთვის რომ მახსენდება, იუდა მახსენდება ავტომატურად. იმან მარტო ილია კი არ გაწირა, საკუთარი სამშობლო გაწირა და რა ვიცი, ყველაფერი გაწირა, რაც ადამიანური არის და იგივე მაგაზე მეტი ბოროტება რა უნდა გააკეთოს ადამიანმა. გიორგი, სანამ ეს ამატირე ხა მართლაც ვცდილობ რომ შევიკავო. შენ როგორი ადამიანი ყოფილიყარ, მე არ ვიცოდი. მე სხვათა შორის ძალიან მსმენოდა შენი ბრენდის შესახებ, მაგრამ შენ არ გიცნობდი და მე ვფიქრობ ეს არის ზუსტად საინტერესო, რომ გავიგოთ ამ ბრენდის, ამ კომპანიის უკან როგორი ადამიანია. ვინ ქმნის ამას? რა პრინციპები აქვს, რა ღირებულებები აქვს და ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ბოლოს ერთხელ ვიტყვი რა, აი ბოლომდე ერთგული დავრჩები ამ ღირებულებებისა და ნუ ვეცდები აი ამ პატიოსანი შრომით სადამდეც შევძლებ რომ მივიდე. და ესე წერია სახარებაში ესეთი ხა ზუსტად სიტყვით არ გეუნებით, მაგრამ ვინც მარადიულ ღირებულებებზე გააკეთებს აქცენტს, ორიენტირებას ის მარადიულსაც მოიხვეჭს და ამ ქვეყნიურსაც და ვინც ამ ქვეყნიურზე გააკეთებს ორიენტირებას, ამასაც დაკარგავს საბოლოოდ, ესეც ხელიდან გამოეცლება და იმიერიც გამოეცლება და მოკლედ. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. აი რაღაც წარმომედგინე ჩვენი საუბარი როგორი იქნებოდა და მე მგონი გადააჭარბა მოლოდინს, იცი? ნამდვილად გადააჭარბა. ძალიან მიხარია. იმედი მაქვს, რომ აი გიორგის პოდკასტის მერე მაინც დაინახავს ადამიანი, ოდნავ მაინც როგორ კეთდება ბიზნესი, როგორ შეიძლება გაკეთდეს ბიზნესი საქართველოში, აი ამ ქვეყანაში, სადაც ამდენი პრობლემები გვაქვს, ამდენი შეიძლება უსამართლობას ვეჩეხებით ყოველ დღე, მაგრამ მაინც თუ ადამიანი მოინდომებს,
გააკეთებს რაღაცას, შეძლებს რომ შექმნას რაღაცა, თუ ჯერა აი ამ თავისი ღირებულებების და ცხოვრობს ამ ღირებულებების მიხედვით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა. გიორგი გომელაური, სამეფო თაფლის დაფუძნებელი და დირექტორი იყო დღეს ჩემი სტუმარი. მე ორშაბათამდე გემშვიდობებით.